სერიოზული პოდკასტი. სალამი შემოოქროება პოდკასტი არა სერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთად შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი არის აჭარაბეთი. ითხოვდით ამ კაცს, ითხოვდით. მე ხო იცით რა როჟა ვარ. ვიღაცას რო ითხოვთ, მე ყოველთვის ვცდილობ რომ არ გავატარო ეს ამბავი. თუ შესაძლებელია, თუ კონტაქტზე გავდივარ და ამ შემთხვევაში მარტივად დავაგდა ყველაფერი, ის კაცი ან ქალი ან მნიშვნელობა არ აქვს, აქ აღმოჩნდება ხოლმე ასე რომ გიო ჯობავა არის დღეს. გამარჯობა ხალხო, გამარჯობა. იცი როგორ გითხოვდნენ ძმაო? ბიჭო, ნახე მეც კომენტარებში. ნახე ხო? და ანუ ძალიან მოსიამონა რა. აი ძალიან გამისწორდა რომ ესე იგი ანუ ერთი თვე ხო არაც დავიწყე. მაგებზე ვილაპარაკებთ ხო ერთი თვე რო არის. ის გამისწორდა რომ უკვე გითხოვდნენ? კომანდას აინტერესებს რა შეიძლება რომ ვიბაზრო რა. ძალიან საინტერესოა. მე კომანდასთან არ უწერდი კომენტარებში რომ უკვე ვეკონტაქტები მეთქი, ესე ჩათლახურატოვებ, მაგრამ ძალიან მიხარია რომ მოხვედი მართლა. უღრმესი მადლობა. შენი ვიდეოებიდან გადამკიდე რომ უყურებ, ესე იგი რა სტილისტიკითაც იღებ. მაგხელა შრომის ჩადების პონჩი ალბათ ანუ ეს 1 საათი თუ 2 საათი რო გამონახე, მართლა მადლობა. დღეს რაღაცა სტორები დადო ძმამ, უკვე სპონსორები გააძრო ერთი თვე ამბავიო. კარგი დასაწყისია, მოკლედ გილოცავ. მადლობა ძმაო, მადლობა. მე ვთვლი რომ შენი სახით YouTube-ს რაღაცა განსაკუთრებული შემოემატა. გლობალის უნიმცემს მეთქი კომენტარიც დაგიწერე. ხო და მე მინდა გადავახვიოთ ეხა ეს ყველაფერი. და ცოტა თავიდან დავიწყოთ. რა ვინც არ იცი სიტყვაზე, ვინც არ არის, შენ უფრო აქტიურად ხარ რაღაცა TikTok-ის მხარე, Instagram-ის მხარე, ხო, როგორც მივხვდი? კი, და გადაღებებში ვიყავი ძირითადად. მაგიდან იდეაში გამეცნო ყველამანა. ანუ ესე YouTube-ზე იმენა ერთი თვეა? ეხლა დავიწყე ერთი თვე. მანამდე მე არხი იყო, პროსტა არსებობდა, ხო? ჩვენ მეტყვი ხა. სალი რა გავიცან ჩემი მეუღლე და რაღაცა ეს Family Guys დავირქვით რა. ხო, რაღაც ვიდეოს ვაკეთებდით Facebook-ით დავიწყეთ იდეაში რაღაცა. ისტორიას, გადაობას, სანცარებს, ყველაფერს ვდებდით რა. ხო და მე გაჩნდა 1-2 წელში, 3 წელში იდეა რომ აი YouTube-ის ხوار დავიწყოთ რა. მაგრამ ეგ ის პერიოდი იყო, როცა ვიდეოგრაფიის წიაღში ვიყავი, მიხვდი, ანუ ხორცილები, რეკლამები, რაღაც გადაღები, ივენთები. და ანუ არ გამოვიდა რა, იმიტომ რომ მაგას ეს რომელი წელია ხარ ასე ეს არის სადღაც კორონამდე? ხო რა, სადღაც ეგ პერიოდი. მე არხი გავაკეთეთ, პროსტა იყო. გარემი შესტერებით, ხო? აი ეგრეგდო. მე ერთი ვიდეო დავდეთ. ეს იყო უკვე როცა სახმანქანა ავაწყეთ. ეგ მოხდა 2 წლის წინ, სადღაც სახმანქანა ავაწყეთ და ეს სახმანქანის წარდგენის ვიდეო გვინდა სადღაც ყოფილიყო აი სულ რომ ეს მოხდა ეგ ამბავი ჩვენ ცხოვრებაში და ეგ ვიდეო დავდეთ რა. მე ეგ ვიდეო და მაგის მერე წავედით ვიეტნამში და იქაც გადავიღეთ რაღაც ვიდეო და ეგეც დავდეთ, მაგრამ აი როგორ დავდეთ, იცი რომ ეგეც პროცესი სადღაც ხომ იყოს, ეხლა დიდი ვიდეო იყო და პროსტა ხო შეინახეთ, ხო ეგ მონტია. ისე რომ აი YouTuber-ი და YouTube-ს და full time და ანუ ყველაფერს ხო შევეშვი და რაღაც ეგეთ რაღაც არ ყოფილა არასდროს, ეხლა მოხდა რა. და სანამ ეგ მოხდებოდა, აი დედას ვიცავარ, აი სახში ხო და როგორი 7 საათ ნახევრიანი ლაპარაკი, იცი მე და სალი ისე აი ღვინის ჭიქებით და ღვინო და აფას სალაპარაკო მაქვს მეუბნება სალი, აპა მეთქი რა ხდება რა, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად რო ესე აი სალაპარაკო მაქვს და ესეთი სახით ხო ხდები რა. ხო და მეთქი დავაი ვილაპარაკოთ და შევიკრიბეთ მოკლედ და ანუ ტიპი მეუბნება აქეთ რა, რომ ანუ ამ წელსაც თუ ისევ ქორწილებში იქნები და ისევ აი ეგრე იქნები როგორც აქამდე იყავი, ანუ რწმენას დავკარგავ შენშიო რა. ოპა მეთქი სალი და ანუ ძალიან დიდი სტიმული აქვს ჩემთვის რა. იმიტომ რომ ხვდები ხა ბავშვები ყავს, ოჯახია და შემოსავლის წყარიყო ერთადერთი ეგ ჩვენი რა, რომ აი ქორწილს გადაიღებ, რეკლამას გადაიღებ რაღაცას და ანუ ტიპმა რომ მითხრა დაიკიდე რა, ანუ აი ვაფშე დაიკიდე. საჭმელს მაინც ვიშოვეთ ხო ხვდები, ანუ დაიკიდე ვაფშე რა. უბრალოდ გააკეთე ის რაც მართლა გინდა და რასაც რის გამოც შემიყვარდი და რა, აი ხო ხვდები როგორ ლაპარაკები იყო. შეგისრულეს მაგრად. რა და ანუ აი ტიპმა ანუ ეხლა იწებ მაგასო რა, ევროტოში ხო ვიყავითო, ხო, ჩაიჯო ყველაფერმა რა, ანუ ხო სასწაულები მოხდა იქ და ნახე. ხო არ გამოვიდა ის რაც გვინდოდა და ნუ აი სპონსორები დავუკარგეთ ყველაფერი რა, რაც სახმანქანალის დასაშლელი გაგვიხდა, იმიტომ რომ რაღაცები რაც მოგცეს უნდა დააბრუნო ხა, იმიტომ რომ არ გამოვიდა, ვერ გავაკეთეთ რა, ანუ ხო, თავისთავად. ხო და ეგ მასალა გაქვს. ადექი და რასაც მე მელაპარაკებ მთელ ეს პერიოდში სახლში ბაზრობდი, ანუ მოყევი რა, იბაზრე რა და იგრემა შენ დასაწყისში რა და აი თან მაგარი ემოციური ტიპი ვარ ზოგადად რა, ყველაფერზე შევაუცებ, ვიტირო შევაუცებ და აი ძალიან ხო ხტები, ძალიან ეგეთი ტიპი ვარ და ანუ ეს 7 საათი ნახევრის პერიოდ 8 საათი თუ რა შუადღიდან ღამემდე იდოქში რა. აი მაგ ლაპარაკის მე როგორ ვიყავ, იცი რომ მეგონა რომ ეხლა ლოდი მედო და აღარ მადევს რა, იმიტომ რომ ანუ ის ვის გამოც ნერვიულობ რომ აი ხო ხტები ეხლა ქალისთვის კაცი არის რომ აი რაღაცა ოჯახი მიხედე და შემოსავ და განვითარდი და მაგა ჩალიჩობდი რა.
და ეგ რომ მეუბნება რომ დაიკიდე აღარ გინდა არაფერს არ ნერვიულ ვარ რომ ის სახლის რემონტის დავიკიდოთ რაც მინდა რომ გავაკეთოთ რა იმიტომ რომ ვაპირებდით რაღაცას რაღაც ჩვენ პოჩი რომ ყოფილიყავით ისე ანუ დაიკიდე ვაფშე ყველაფერი დაიკიდე და უბრალოდ აკეთე ისაც გული გინდა და მეთქი დავაი რა სერიოზული პაზარი სერიოზული დღეს დავიწყე მაგას მონტაჟი რა თან აი გამეხსნა როგორიც აი გეთხოვა ეგეთ მომენტში მონტაჟი რა ხო ბაზარი არა ო და მოკლედ დავიწყე მონტაჟი და ნუ გადავწყვიტე და გამოვაცხადე კიდევაც და მაგით მოვიჭერ ყველა გზა რა რომ ანუ ისე ვიწყებ მეთქი რა ანუ ვიდეოს ბოლოში თქვი რომ მორჩა full time YouTube-ში ანუ სალის უნდა უმადლოდეთ მოდი ესე ვთქვათ მადლობა ძალიან დიდი წვეჩი ხტები ანუ ის ხო ბაზარი არა სწორად ჩაგაწვეთე სწორად სწორდროს ბაზარი არა კი არა ნუ კიდე ერთხელ ვძახ სალი მადლობა იმიტომ რომ მგონია რომ YouTube-ს ესეთი რაღაცეები ჭირდება რა ქართულ YouTube-ს კიდე წინსვლისთვის და რაღაცები მე ზოგადად ეგრე მიხარია ხოლმე რა ეგოისტურად მიხარია რომ YouTube-ის წარმატება არის მე საერთო კონტენტის წარმატება რა ურე ქორწილები და რაღაცები ახსენე ანუ იმის თქმა გინდა რომ შენ ახლა აქამდე ქორწილის ოპერატორი იყავი ეგრე იშოვება მანც ბობაზგებს. ცებ რომ მე სხვა არ დავიწყო ანუ ქორწილი მე არავისთან შემთხვევაში ცუდი კონტექსტით არ მინდა თქო. პროსტა ხო ხტები იმ სკილებით, რასაც მე უყურებ, ანუ კოლორის ამბავი, რაღაცების ამბავი. ანუ შენ თვითონ რატო არ გაგიშთა? სალის რატო დაჭირდა ეს რომ რატო კარგავდი მაგაში? აი გეტყვი ნახე, ანუ ეგ ამბავი მოხდა 10 წლის წინ რა, როცა დავიწყე ქორწილის გადაღება. არ ვიცოდი საერთოდ მაშინაც მან რა მინდოდა როგორ მოხდი, მაგრამ ანუ გადაღება მინდოდა ძალიან. და პირველად საერთოდ დასაიდან დაიწყო გამბავი, რომ პირველად ვიმოგზაურე საქართველოს გარშემო 70 დღევი არის რა. პატარა GoPro ქონდა პირველი რაც გამოვიდა მაშინ და მეთქი ანუ კამერა რა მაგარია და წავედით რა და სოფელში ვიყავი, აუდექი პროსტო წავედი 70 დღე გამიგრძელდა ეგ პროსტო წასვლა. რა მაგარი. და გადავიღე რაღაცა ამ GoPro-ით და მე ეს ყველაფერი აი პროცესში ამ გადაღების და რაღაცა იმ უცხო რაღაცას რო ხედე უცხო როლში შეთავს რა. მეთქი ხო არ გადავფანო ის მომწონს აშკარად ასე ვაკეთებ. მე მონტაჟის დრო რომ მოვიდა და დავამონტაჟე და შევიდე დავდე და 200,000 ნახვა ქონდა თუ რაღაც მაშინ აი როდის გეუბნები რა. YouTube-ზე და მაგარი კომენტარები რო ხო რაღაც საქართველოს როგორ გადაიღე რაღაცა და მოვიწამლე რა. იმიტომ რომ მოგზაურობაზეც მაგრად გამიშწორდა იმ ზაფხულს პირველად წავედი მარტო სამყარო ბავშვი ვიყავი ჯერ რა. მე ეს გადაღება მე მონტაჟი და მეორე წელს მეთქი უეჭველი ისევ მინდა მეთქი და აი მან მოხდა რა რომ ანუ ფული არ მაქვს. ანუ კიდე გინდა ხო მაგრამ ფული არ აქვს რა ხო კამერის მუღამში შეხვედი კამერას ვერ ყიდულობ და უკვე მოთხოვნილები გამიშთა და მეთქი რა ვქნა როგორ ვიშევ ფული და წკავ მეთქი რაღაცა რომ გადავიღოთ და გაიჩნდა ჩემი ახლობელი რა ჩემაც ასოს ქორწილიო რა ბათუმშიო და თუ გადაიღებო მეთქი რა სიძახი გადავიღებ კი არა სიამოვნებით რა GoPro-თი გადავა GoPro კამერა ვითხოვე ფიშაი რო გაქვს რა მაგარი კამერა ვითხოვე და 300 ლარს გადაგიხდითო რა და მეთქი 10 წლის წინ თან 300 ლარს ერთში მეთქი ხო არ გადავყ ანუ ძალიან სიგიჟე იყო რა მეთქი დავაი, ჩავედი ძალიან შემართები და ძალიან და აი მოკლედ რო აღარ გავწელო, ანუ მაკედან შევედი ამ ქორწილებში და ეგ ქორწილების მოყვა მე ეს რეკლამები, ივენთების გადაღება, რაღაცა კომპანიებთან რეკლამები და აღმოჩნდა როგორი ჭაობი აღვთ, კაი გაგებით იცი რომ ანუ შეგითრია, მორჩა რა, რაღაც დასტაბილურდი თან ისე აღმოჩნდა რომ ანუ საბოლოო ჯამში კი ატრავა ხო პროსტა აღმომაჩნდა ნიჭი რა, გადაღების და რაღაცის და ეგ ყველაფერი გამომიყენა ქორწილებში და რაღაც გარდატეხები მოხდა მე ამ ქორწილის კლიპებში და რაღაცა სიახლეები და ძალიან გაბაზრდეს. ხო, ბაზარია. ვედინგაის გვერდით რაღაც სიახლე რაღაცებს ვაკეთებდი და ანუ ხალხმა აიტაცა და ხუარგადობის რა მაგარია და წავიდა და всё შევედი რა. და ვიყავი აი ამ იმაში და მაქენა გამოსვლა როგორ რაღაცა იცი რა ტიპი გეუბნება რომ კომფორტი ზონაა ხო. ხო, კომფორტი ზონაა და თან მე ამ ყველაფერს დაიბადა პასუხისმგებლობები რომ ერთი ბავშვი, მეორე ბავშვი, ოჯახი რაღაცა და ხო ეხა ტიპი წერს რომ აი ქორწილი მაქვს 20 სექტემბერს აგერ გირიცხავდეს всё მომეცი ანგარიში და რატო არ მიცე ხო ანუ მიეცი ერთს მეორეს მესამე მეხუთე მე-10 20 მე დაიწყო მაისი და სექტემბერზე გადაღებები მე მონტაჟები მე გადაღებები მონტაჟები და всё რა შეშე ხო წელს ეგ ბაზარი იყო სალისგან რომ ანუ დაიკიდე რა რამე შევჭამთ ანუ და დაანებით აქ მიფიქრე ნუაფერზე ვაფშე მომავალზე არ ფიქრო გააკეთე რა გადადგინა ბიჭი და უეჭველი წამშენი რომ ანუ იმიტომ რომ რასაც ხედავ რა როგორც აკეთე პირობითად ქორწილს ანუ ეგ რო შენს თავში ჩადო და ბოლომდე გამოუშვა ის რაც გაქშინაგანად ანუ უეჭველი ვიცი რომ მაგრა გააკეთებ რა თუ მეთქი დავიდა ანუ აი ეგრე აღმოჩნდა მოკლედ აქ ერთი თვის წინ ამ პლატფორმაზე რა რადერსკია ბიჭი სამაუჯკა ხარ თუ გავლილი გა ყველაფერი არა მეთუნ და ვაფშე ყველაფერი შენი დაამუღამე ნუ იასნე ხა YouTube-ზე რაღაცებს ნუ ეხა YouTube-ის გარეშე გასაგებია აი დავამთავრე და რაღაც დიპლომი და რაღაცები არა просто ის იყო რომ ანუ აი ძალიან ბევრი აი გადაღება და მოვიდა რა მოვიდა კი რა ანუ ხო არის ადამიანში რაღაც ნიჭი ხო დევს რა და აი ხონდა იპოვო თუ რაღაც და აი ამ ბევრი პრაქტიკით რაღაცით მივაგენი რომ ანუ მანდ ვარ ბედნიერი რა ანუ აი კამერასთან რომ ურთიერთობა და ვიღებ ოღონდ ნახე რა მოხდა მანამდე რასაც ვაკეთებდი მეგონა რომ ბედნიერი ვიყავი და ძალიან მისწორდებოდა ეს ქორწილების გადაღება და რაღაცები და მეთქი აუ ხო არ გადამშევარს ყურეთ პირველი სალის ვანახებდი მაგრამ
ჩათვალე რომ ეგ რაც აქამდე იყო, აი ამ პირველ ვიდეომდე, ანუ საერთოდ არ ყოფილა ვიდეოგრაფიასთან კავშირში და ანუ აი ეს ახლა გავაკეთე. თან ახლა შედარების პონტი. ხო, ვადარები ხარ. ბაზარი არა. ხო არ გადავფა რომ აი გავგეჟდი კინაღამ რომ ვიდეოს რო ვამონტაჟებდი, აი ევროტურის ვიდეოს თუნდაც და მე სვანეთისაც იმიტომ რომ ევროტური ადრე გადაღებული იყო და მე დავამონტაჟდი. ეს ეხლა გადავიღე და ეხლა დავამონტაჟე, აი სვანეთის ვიდეოს რო ვიღებდი და ვამონტაჟებდი, მეთქი ანუ 10 წელი საწავიდა, ანუ აქამდე რა თორქენ თუ რაღაცა რამდენის დავკარგე ემოცია და სიამოვნება თურმე რა, მაგრამ ანუ არა ტყუილად არაფერი არ ხდება, ხო არ გადაო. ეგ ნაბიჯები ესე იგი საჭირო იყო, რომ ეს ყველაფერი მომწიფებულიყო რა. სვანეთის ვიდეომდე მივალთ, ეგ ცალკე ამბავი არის, რომელზეც მინდა ვილაპარაკოთ. იცი რა პონტია? ანუ წინაზე იყო სოსო რა. წინას თუ იმის წინაზე ხა რომელი პოდკასტი დავდე კიდე ერთ სამი გადაღებული მაქვს მეგობრებო ამ სერიალის გადამკვიდრება და აჭრილი. მიდი კაცო ჩვეულებრივად არა აქ არ გადავა მოწვევა მოსულ. ხო და ყურე აი სოსოს ველაპარაკებოდი რომ რაღაცა დოკუმენტალისტიკის ვაიბი შემოიტანა რა. რაც გამისწორდა ხო ხდება რაღაცა ეგ ვაიბი დაემატა პონტს რა და თვითონაც თქვა რომ სამომავლოდ გეგმა მაქვს რომ აი მაკეტკენ წავიდეო რა დოკუმენტალისტიკის პონტშიო რა. ასე თუ ისე ყველას ყავს რაღაცა ან ვიღაცა ინსპირაციის პონჩი. მესმის სკილები, რომელიც გააქვთ, თან რაღაცა ნაწურთობი არის 10 წელი სხვადასხვა სპეციფიკაში, ხო არ ყავს ვინმე ისეთი, არა ქართულს გულისხმობ რა სიტყვაზე. ვისი პონტიც გევასებოდა და ეგეც ინსპირაციის პონტი იყო რა. აი ვინები არიან ეგეთი? პიტერ მაკინონი არის. ისევ კითხე თითქოს 2.5-ზე მეტი არ ვიცი, მაგრამ იქნებ იმ 2.5-ში გავარტყეთქო. ვინაა პიტერ მაკინონი? არის კარჩე ვიდეოგრაფი. რომელიც ასევე ძალიან ამსგავსებ ისტორიას რა ჩვენს რა. რა თქმა უნდა არ ვედრები და ვერ შევედრები, იმიტომ რომ ის დაფრინავს ახლა საერთოდ სხვაგან, იმიტომ რომ ის სხვაგან არის, ახლა სხვა ქვეყანაშია სხვა ისა აპარატურა და სხვაგან არის. სათვალებიანი სკეიტერი, ჯიგარსონი რა. არა, ძალიან ამერიკული ვაიბია, კანადელია რა. ხო. პიტერ მაკინონი ეტაპში. დავსერჩა აუცილებლად. ხო რა და ანუ დაიწყო მაგარაც გადაღებებით რა, ანუ იღებდა ბრენდების რეკლამას, ანუ ძალიან მსხვილ ბრენდებზეა საუბარი რა, ანუ პროდაქშენი და თელი ამბავი რა. და მე რელანელან ყველაფერს დებდა YouTube-ზე რა, იქ როგორ გადავიღე და მე შემოვიდა ამ YouTube-ზე და უკვე დაიწყო რაღაცეების ანუ რევიუები, ოღონდ აი როგორ აკეთებს ვლოგს, იცი, აი უბრალოდ ვლოგი არ არის, აი ეს წყალია და იცი ნახეთ რა მაგარი წყალია, ანუ არა ამაში შედის ტიპი და ამას გაყვარებს, მე ხვდი, ანუ აი ისე ხსნის და ამ ახსნაში თან აკეთებს თავის ცხოვრებასაც წარმოაჩენს ტიპი, აი როგორ ყავას ადუღებს, ყავა ევასება, მაგრამ რაღაც ეგეთი ტიპი არის რა, რომელიც სინემატიკურად გადმოსცემს თავის ცხოვრებას რა. და უყურებდი მაგას ხშირად რა, იმიტომ რომ ანუ მისწორდებოდა, იმიტომ რომ კოლეგა, ანუ ხო, ნუ გინდა კოლეგა, ვარა, ხო. და მეთქი ანუ, ვა, ასწორებს ესე და ნეტო რომ დეშმე თუ დადგება მომენტი, რომ მეც ამის საშუალება და დრო მექნება მეთქი რა. და თან ანუ ეგ ხო იყო ინსპირაცია და პლუს ამას ანუ ზოგადად რა ის სულ აი გეუბნები ერთ პირველ საქართველოში მოგზაურდა პირველი ვიდეო ეგ გავაკეთე, მაგის აქედან მოყოლებული აი თავში თან ძალიან ოვერსინქერი ვარ ხო ხდება ეგრე თუ რა ქვია ქართულად მაგას ძალიან ბევრსო ფიქრობ ზედმეტი ფიქრი ზოგჯერ მარგებელი აი იმდენად ზოგჯერ მარგებელი ზოგჯერ დამღუპელი ხო ძალიან ბევრს ფიქრობ ხოლმე და სულ მქონდა ტვინში აი ერთი 200-მდე ვიდეოს სცენარი მაქვს ახლა თავში რა რომელიც მინდოდა რომ გამეკეთებინა სულ ამ წლების განმავლობაში რა საბოლოო ჯამში ეგ ტიპი იყო ინსპირაცია და ინსპირაცია იყო ის ტიპი რომელსაც მე ხედავდი ჩემს თავს რომელიც ცოტა სხვა პარალელურ სამყაროში იყო რა და ჩემს თავს წარმოვიდგენდი მე ხო ცხოვრობდი ჩემი გზით რა და პახოდო იყო ის ტიპი რა მე ჩემი პარალელურ ცხოვრებას მიყვებოდა რომელიც ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც თვითონ იმ მომენტში უნდოდა რა და ნუ ეგ ტიპიც იყო ინსპირაცია მე ხვდი იმიტომ რომ წარმოდგენილი მაქვს ყველაფერი ეს ამ 10 წელს სხვანაირად როგორ გავივლიდი მე ხვდი ან ეხლა წარმოდგენილი მაქვს შემდეგ წელს როგორ გავივლი რას ვაკეთებ სად როგორ ვიდეოს ვაკეთებ ანუ აი სცენარში რა ხდება რა სპიჩებია მე ხვდი ცოტა ხანდახან მგონია რომ ცოტა ხანდახან უბერავ თუ გარეკილი მაქვს თუ რაღაც მაგრამ ანუ რეალურად ეგეც იყო ინსპირაცია ოფშე რაღაც ანთებული მოწამლული ხარ და ასწორე ხო ძალიან და ეგ იყო ინსპირაცია ჩემი აი მაგ ტიპის ხარისხი ეგ ტიპი უნდა დავსერჩო ხო რა ხარისხი რაც თავი იმიტომ რომ აი სულ ეგეთი წარმომედგინა ვლოგი მე ხვდი რომ მაგ ტიპის ვლოგი რო ნახე პირველად მაგის მე ვეღარ ვნახულობდი უკვე სხვა ვლოგებს მიუხედავად რომ ყავდა ვიღაც ტიპები რომელიც ძალიან მაგრები არიან გიშები არიან მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე ძალიან მევასება გადაღება და ხარისხი კამერასთან ურთიერთობა ხო ხტები ამაში დავიჭირე აი ეგ ხარისხი მე ხტები ან ტიპი Reddit იღებს ვლოგს თუ რაღაც რა ანუ ხო ხტები აი ეგეთი ტიპია რა და თან ძალიან გემოვნებიან იმასთან რა ვიზუალითაც ისეთ ჩას ყველაფერი ვაფშე რა და მეთქი ანუ ძალიან მაგარია რა ეგ იყო ინსპირაცია და მეორე ჩემი მეორე მე რომელიც მოკლედ რაღაცებს ჩალის შენ ეს ვლოგი როგორც მიხდინ სპეციფიკა ვლოგის მაგრად გიყვარს და მაგრად ფაქცოს მაგრამ YouTube-ს ხომ მთელი მუღამი ეგ აქვს რა რომ ნებისმიერ რაღაცას იტანს რა ანუ მრავალფეროვნებას გაქვს რამე ეგეთი პონტი რომ და დამატებითი ფორმატები ან რამე არ მიფიქრე სხვადასხვა რა ანუ ამ ეტაპზე რაც შევს ფიქრებში არის აი ესეთი ტიპის ვიდეოები რა რაც ეხლა ორი რაც დავდე რა ანუ ვლოგიც არის
თან სინემატიკიც არის, ხთი, ანუ მარტო სინემა არ მინდოდა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მინდა რომ რაღაცები ვილაპარაკო, ხთი, ესე უბრალოდ просто ავიღებე და ვიბაზრე რა. რასაც ესე просто მთლიანად რო ფილმი გააკეთო, ანუ არ მოხდება, იქ გაწერილი უნდა ქონდეს რაღაც სცენარი, ხთი და რაღაც შერწყმული გამოდის რაღაც ეგეთი რა. აი ხა გახსენე რა, გაწერილი პონტი, ანუ მე შთაბეჭდილება დამჩა რეალურად, ხო, რომ ეს ყველაფერი გაქვს, აი როგორც კინო იგეგმება რა, რას კადრო უკიანად გაკეთებული. არა, ნახე გეტყვი, ანუ ეგ ყველაფერი არის, აი როგორ ახსნა, ანუ რაღაცას კონცეფცია გაქვს, პროსტა. წარმოვიდგენ, აი რაღაცას, აი ხა პირობითად სვანეთის ვიდეო რა, საერთოდ გეგმაშიც არ იყო რა, იმიტომ რომ არც დრო მქონდა მაგის დაბადების დღე მქონდა 5 დღეში, როცა მან წავედი რა. რაღაცებს გეგმავდა თან სალიო ბათუმში შევხვდეთ ისე, მაგრამ ანუ აი უბრალოდ ესე უცებ რა, ანუ პროსტა ჩემი სახლიდან ჩანს ესე მთები რა და მთებზე ვიждები, მაგრამ მევასება მოგზაურობა რა ზოგადად ანუ სულ ყოველდღე მიწევს რა, რო ვიღვიძებ, ანუ პირველ რიგში ანუ მთები და ანუ იქ მიყავს მე ეს ფიქრები, ხო ხტები იქ წარმოვიდგენ ხოლმე ხან რაღაცა ბილიკებს სახმაგან როგორ დავდო ცეცხლი, აი ესეთი რაღაცები ტრიალებს თავში რა და აი პროსტა უცებ მომინდა რომ აი ხა უნდა დავდი სვანეთში რა, აა რატო არ ვიცი, რის გამო არ ვიცი, რას გადავიღებ არ ვიცი, მაგრამ ანუ ზუსტად ვიცი, აი უეჭველი დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩემი წასვლა არ იქნება რაღაცა ესეთი რა, უბრალოდ გასეირნებ, იმიტომ რომ ზუსტად გვგრძნობ რომ რაღაცა მაგარ ვიდეოს, მაგარ ვლოგს გავაკეთებ იქ, იმიტომ რომ ჯერ ერთი სვანეთია, ხო ხტები, ძალიან საინტერესოა. მე მეორე რომ კაი ხანი არ ვიმოგზაურე ეგრე მთებში და მოდი ეხა არის იდეალური შანსი, 5 დღე არაფერი არ მაქვს საქმე, 5 დღეში დაბადების გამო სვანეთიდან იქნა ჩავალ ზუგდიდის ბათუმი, შევხვდები აღნიშნოთ, რაღაცა ეს გაიავალ და მეთქი დავაი წავიდეთ, რა პრობლემაა, სახმაქანა გარეთაყენია, ჩაალაგა დატენა აპარატურა წავიდა რა. ხო და ანუ აი ეგრე ეხდება რაღაცას წარმოვიდგენ უცბად რა. ანუ უკვე წარმოვიდგენდი იქ იმ ტიპს როგორ ნახავდი იმ ხატვარს მიხდი, სახში შევიდოდი თუ ვერა ის არ ვიცი და გზაში გავაკვირდი და მე ხო, არის იგიჟე რა. და აი უცბად წარმოვიდგენი ალაგ-ალაგ აი იმიტომ რომ ჩემი თავის იმედი მაქვს ხოლმე გადაღების კუთხით მიხდი, ანუ თავარი რომ უბრალოდ რაღაცა ცოტა მუზა მომივიდეს რომ აი მუზა თუ მეტყვის რომ შეექმნა წახვი და იქ ოღონდ რას გავაკეთებ როგორ გავაკეთებ არ ვიცი, მაგრამ ჯერა ჩემი თავის იმიტომ რომ ქორწილში როგორი გაწვრთნილი ვარ იცი, ანუ წარმოვიდგინე მთელი დღე ანუ აბსოლუტური რაღაცა კონკრეტული გეგმების garaშე უბრალოდ არ იცნობ ადამიანს და უცებ უნდა შეხვდე და ამისგან უნდა შექმნა ექსტრემალურ აი სრულიად დაუგებო პირობებში რაღაცა მაგარი რა და იქ იმდენად გაწვრთნილი ვართ აი ქართველი ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები მაგ თემაში რომ აი მაგას ვღადავდით ხოლმე ერთმანეთში ეს ანუ რომ შეგვაგდო აი ბრიტანეთში პირობითად აი ძალიან ორგანიზატორის დაგეგმილ ქორწილში იქ შეიძლება ღმერთები გამოვიდეთ თუ რაღაცა აკ აი არა მოხდები უცებ და ანუ ეს იმდენად წლები ისე დაიელეგა ტვინში რომ შე პროსტა მითხარი რომ აი ეს გადამიღე და შემიძლია ეგრევე უცებ იქ რაღაცა იმას რა ხო ხტები რა და აი ეგრე გამოვიდა ამ ვიდეო შემთხვევაშიც რა და ძალიან კარგი იქნება თუ რაღაცებს დავგეგმავ კიდევაც იმიტომ რომ აი ადგილზე იმ ხელა სტრესი მახოვმე რაღაც მომენტში უცებ იქ თუ აი ხო წავედი მუხტით მაგალითად რა და აღმოჩნდა რომ ადგილზე დავიღალე ან აი არ მომდის აზრი და просто დგავარ მიხდი და ანუ დრო იკარგება ეხა კაი სვანეთში შემიძლია დავრჩე ერთი თვეც იმიტომ რომ ჩვენთან არის პირობითად სადმე რომ მიდიხარ საზღვარგარეთ ვიდეოს გადასაღებად და უცებ ანუ არ მოგდის მუზა რა ანუ იქ რო სცენარი კონდეს ანუ ხო ხტები ანუ უეჭველი არ გაიჭედები რა მაგაზეც ვფიქრობ რომ რაღაცნაირად წინასწარ დავწერო ხოლმე просто აი ის არის რომ აი თუ მოვა მუზა რა ხო ანუ მე რა პონჩი დამჩეჩე საბეჭდო აი როგორც იწყება სიტყვაზე ვიდეო რა აი სინემატიკ პონტი რო გაქვს რა მანქანიდან ზარი ხო ხტები სალის და ლაპარაკი ანუ როგორც არის დაგეგმილი მე ვთქვი იმინა რა სკადროვკა გააკეთა თქო რა ანუ ქონდა იდეა კონცეფცია მივდივარ სიტყვაზე სვანეთში უნდა გადავიღო რაღაცა ხედები ჩავწერო ინტერვიუ შემთხვევით გადაიღო შედევრი და გენიალური და ემოციური მაგაზე ცალკე ფილმი კიდე ცალკე ამბავია მაგრამ მე ვთქვი რაღაცა რა სკადროვკა რა ანუ აი ხა ვზივარ მანქანაში კადრი აქედან როგორ ურეკავს სალის მე კარგად გაკეთებული ეს დიალოგი აი დაკოკ ანუ ისე გაგჭრები შეიძლება შენ ეგრე უყურებ, მაგრამ გარედან, ანუ მე დამჩეშ, ანუ მე ვთქვი იმენა კინოს უყურებ რა, ანუ ხო ხტები, ეს იყო აი დაგეგმილი ტიპმა დააჭდა, დახატა, მე ვთქვი ხო ხტები რაკურსები. ეგრე ჩანს. თან მე არ ვარ რიგითი მაყურებელი, ხო ხტები, მეტნაკლებად, ანუ აპარატურასთან გამივლია და კინოსთან მით უმეტეს, ხო ხტები, პროფესია, ანუ უცებ პონტი მქონდა რომ მე ვთქვი, ვახ, ანუ და ეხლა რომ მაგას იძახი მით უმეტეს მაგარია რა. ხო, ანუ ეგ მაგიტო მიტრაგებდა სალიც რა, რომ ანუ აქამდე გაგეტრაგებდი. ხო, კენი და იმიტომ ასეულდებოდით. ქორწილებში ეგრე იყო, ხა ქორწილის მონტაჟი მიწევს, დედლაინი მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ დამეგვიანებია რა. იცი რატო, ანუ იმიტომ კი არა რომ აი მოდი ძმა დაუგვიანოთ ამას რა, აი რა მაგარი, ანუ ვაფშე რა შუაში ხო. ნერო გაწურო ბოლომდე ხო რაღაცა. თუ არ გადაგეკეტა რაღაც მომენტში და თუ არ მოგივიდა მუზა, ანუ ვერაფერს ვერ მართლა ვერ rilс-საც ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ აი არ შემილია უბრალოდ მეზიზღება მონტაჟი, მაგრამ
მარტო მაშინ მეზღება როცა გახსნილია თუ აი გონებაში რაღაცა მოვიდა მუზა დედას შემიძლია ვაფშე გავათენო კი არა გამითენები რამდენჯერ იცი მაგრამ ეგ თუ არ ხდება ჩათოლე 0 ვარ აი ვაფშე არაფერი არ შემიძლია და თან ქორწილში ბიჭო ანუ სტრუქტურა ერთია რაღაცა ის უნდა მოხდეს მერე ეს უნდა მოხდეს ბოლოს უბრალოდ ცეკვა სიტყვაზე ტორტი გაიჭრა თუ ანუ სუ ერთი და იგივე პონტი რეკლამებზე რა იყო რა რეკლამებს აკეთებდი ხოლმე ბიჭო რეკლამები იყო რაღაცა კომპანიის პირობითად რაღაცა სარეკლამო რგოლი თავშოთ რაღაცა მშენებლობის გადაღება ქირაობდნენ როგორც სიტყვაზე პროდაქშენის ნაწილს ოპერატორს ანას მემონტაჟეს თუ შენი იდეა მიქონდა რეკლამის იყო ისე რომ უბრალოდ ქონდა ტიპის სცენარი და მეთქი როგორც უბრალოდ გადაღება რომ გადაღების მაშინ იყო შემთხვევა რომ მე თვითონ ეუბნებოდი მეთქი ეს მე თვითონ უწერდი ისე თქვა სცენარსაც რა ხო ეგ უფრო დამბერნაირის ხო ივენთებზე ეხა ივენთზე მარტივი მიდიხარ და ივენთი გვეუბნებოდი მაგარი ივენთი მაქვს მაგარი ვიდეო მომეცი ოფერში და შენ გემოზე აკეთებ მაგრამ იმ რეკლამის შემთხვევაში გიწევდა ხან ისე ხან ესე ხან სცენარში ვერ ეუდი ხან მე ისინი ერეოდნენ მისწორდებოდა, მაგრამ ანუ ეხლა რო ხვდების რა არის თურმე რა მისწორდება რეალურად, ანუ არ მისწორდებოდა რეალურად. ეს ამ მომენტში ესე ამ გადმოსახედიდან იმ მომენტში მეთქი გადავფო ანუ ვიდეოს ვიღებ რეკლამას ვიღებ მისწამონებდა რა, მაგრამ თურმე სხვა სიამოვნებაც არსებობს აქეთ სადღაც რა და ეს არის შენს ფიქრებს ასხამ კადრებით ხორცს თუ როგორ თქვა რა. ნო ბაზარი. თურმე ეგ ასწორებს ყველაზე მეტად ჩვენ ამბავში ხა ვიდეოგრაფიის. ეხა 65 კილო კამერაა, ხო კამერა მეთქი 65 კილო აპარატურა ხას უსვამ რა, შეიძლება 65 თუ 70-ს ამ პარმახსოვს, მაგრამ ნუ ფაქტია რომ რაღაცა პელიკანის კეისები დავინახ ბლომად. ანუ ბოდი ტექნიკურად რო ჩავშალოთ, მაყურებლისთვის მაპატიეთ თუ რაღაცა ეს სიტყვები ხარ, რასაც სიტყვის ალბათ გაუგებარია, მაგრამ ნუ ვიღაც ვინც ერკვევით მეტნაკლებად აპარატურაში მივხვდი, რითი იღებ? აიღეს ესხი ბარიერების გარეშე ევროკრედიტში. მოითხოვე ავტუან ბიზნეს ესხი 100.000 ლარამდე ონლაინ. მოირგი გადახდის გრაფიკი და მიიღე თანხა უსწრაფესად. შეავსე მარტივი განაცხადი ვებგვერდზე evrocredit.g. ძალიან ის იყო გადაობაჭრა იქნებოდა ეხა ტექნიკური არაფერ შუაში ან რო ფიქრობდით რომ დაეჭირავ არ დამეჭირა შუქი წავიდა და მოვიდა ანუ ზუსტად 5 წუთში უცებ გამახსენდა ეხა გიოს უყებოდი ეს აზინასთან პოდკასტი რო იყო სანთლის შუქზე და მაგასაც ვერ ვიზავდი იმიტომ რომ ეს არის ეხა იმაზე ცენტრალურ შუქზე და ერთებული ვემაუნტის ელემენტი არ წამომიღია ხო და საუბრობდით აპარატურაზე რა შენ თქვი რომ FX3 გაქვს და R4 გაქვს ხო FX3 არის ძირითადად თავარი კამერა ერთი საერთოდ თავარი რა მოკლედ რა და მეორე არის R4 რა ეგ მაქვს ფოტოების მაშინ და ვიდეოსაც უკაჩავს რომ დაჯდეს ეგეც S-ლოგში ვიღებ აკაცებს რა და ერთպես რა აი რომ რაღაც იყოს მეორე კამერა დამჭირდეს ეგ ну მე 360 კილოვატიანი კამერა Insta 360-იც მაქვს ესეთი ეგ კაი ტიპია მეც მინდა დავითრიო ძალიან ძერსკია ძალიან მომწონს ეგ ну GoPro-ს მაქვს მაგრამ არ ვიყენებ საერთოდ ამ ეტაპზე და დრონი რა მავიქ ლინზები ხო ლინზები მაქვს G-Master-ები 16 25 24 70 200 რა 16-დან 200-მდე მოკლედ კაი რაღაცები ქონია და ნუ ეხ განათებები რაღაცები ყველა ხო ნუ ეგ მაგები უკვე ეხ სტანდარტულად რა განათებები ნუ აი განათებები მაქვს და კიდე აქსესუარები ის რონინი სტაბილიზატორი იქ სამაგრები რა მოკლედ ყველაფერი რასაც ხო იმიტომ რომ რა იმდენი ჩემოდნები იყო ის რო გაწეცკო ანუ რაღაც ესე кейსიც მაქვს დიდი რა ანუ ეგ დამაქვს ყველგან ანუ რო რაღაცა იყოს ხო ხდება ეგ ქორწილში მაგი დავდიოდი რა ანუ აი ხელა რაღაცით რა რო რაღაცა იყოს ყველაფერი შიგნით არის ფილტრი და რაღაცა ანუ უცებ გააქვს იქვე რა ანუ ლეპტოპის ყველაფერი რა ხო და აპარატურაში ძალიან საკაიფო აპარატურაა მაგრამ ანუ ეხა უკვე გამოვიდა ისეთ რაღაცები რაც შეიძლება არ მაქვს და ცოტა აპირებ და აპდეიტებას просто ძალიან ზოგი ეს FX3 ხო ძალიან კაი კამერაა FX3 სინემა კამერა არის ნეტში სტაბილიზაცია როგორ აქვს ძალიან მაგარია იმენ ჩაშენებული აქვს და ხო დისკის სტაბილიზაცია აქვს აი ესე შემიძლია ცალი ხელით ესე просто ვიარო და გადაგიყო რა ისე რომ კადრი ხო ხდები გამარჯობა ეს ჩვენი ახალი სტუმარი არის ჩილი დავარქვი მე დავათრევ რაღაც უდან თავან დავათრევ ხოლმე ვლოგისთვის მაქვს ეს რაღაცას ვიღებდი რა მზევე 10 მაქვს ეგეც კაია არა კაი კამერა მაგრამ ისა რა ქვია სტაბილიზაცია 0 ვაფშე ანუ აი თუ ურთავ მე კროპავს ხო ხდები და ნუ ეს აშინელება FX3 ცოტა კროპავს მაგრამ ანუ ისე არ შეშემჩნევად რა ძალიან მინიმალური ხო მე მიყენია კიტლინზა აქ თან რა და აი თვალი მიჩანს ხოლმე რო კროპავს უკვე ტვინი მებურღებ ანუ ბევრად კარგი სტაბილიზაცია FX3-ს ვაფშე სხვა არის აი ცალი ხელითაც გადამეღია რაღაც მომენტში რა რაღაცები და აუ მინდა ეხლა მაგას რონინზე რო დებ ხოლმე ჩათოლე ანუ ის გაქ რა შენ ყველაფერი ისი და მე დღეს გაღადაო რაღაცა North Face-ის ის მქონდა რა მე მოტოტურნეებს ვაკეთებ ხოლმე წელს მაქვს მესამე სეზონი რა ხო ნახე შენ ხო იქ ძველები რა 2017-ში იყო პირველი 2000-ში იყო Solo Ride და ეხლა მაქვს კიდე Solo Ride და რა გინდა მინე დაჯექი და ვკითხავ რამეს ხო და North Face-თან მეგობრები არიან რა კოლაბორაცია გვაქვს ხოლმე და დღეს წავედი რაღაცები ავიღე რა ეკიპირების კიდე რაც მჭირდებოდა დავაპდეიტე და ბიჭი რონინი გავყიდე
რაც მქონდა და მეთქი ტურნესთვის მინდა პატარა თქო რაღაც და ზეინკრეინი თუ რაღაცა ბრენდი რო არის ხო იცი რაღაც სტრანის სახელი რო აქვს მაგას აქ რაღაც M2 მოდელი რა აი ამ ხელა არის და დიდი სამბით ვიყიდე რა და ბიჭო დღეს დავაბალანსე ჯერ გადახრილია რაღაცნაირად ხო წონა ჯერ ამის წონა ხო ვერ და ხო იცი კარჩ მაგრა ვიწვალე რა იქ არ შემიმშნიები თუ მდერს კათვიღებდი რაღაცებს მეთქი ხო არ მოხსნა და ისე ხო არ გადავიღო თქო ანუ აი ეგეთი ბრენდები, ანუ ახ შენ რადგან ტექნიკაში ეგრეთ ჩახედული ხარ რა. როგორ ჯობია ყოველთვის ფული კიდე იხადან და გონდეს ვიდრე ზეინკრეინები. მე არ ვაკნინებ ზეინკრეინს, კაცო ძალიან საყვარელია, მაგრამ მე არ ვაკნინებ, просто ყველას აი ხარ ყოფილა ამ წლების განმავლობაში რომ ძალიან ბევრი ადამიანს უკითხავს რა, რომ აი ვიწყებ და აი რას მირჩევ და ესა და მოდი ჯერ. ეგ ისეთი კითხვა ბიუჯეტი მითხარ. ეგრევე ვეუბნები ხოლმე მეთქი რომ არ დაიწყო მაგით რა, იმიტომ რომ ანუ просто ბევრად მეც გაგიხსნის გონებასაც შესაძლოა მოგცემს თუ იყიდი კარგს რა ხო ხტები იგივე რომ ეხა სასმელშიც რა ან Red Bull დალევან რაღაცა დავუშვათ ძალიან ისეც რო ხო ბაზარი არა ხო აი ეგონტია რა ისიც ენერგეტიკული ვითეცი кайფე მაგრამ просто დალია რა Red Bull იმიტომ რომ უფრო სხვანაირად იქნები და სხვანაირად ხო ხტები ეგ თუ მეტეს ხე გადაღებას რო იხება ეხა სად G-Master-ით რო იღებ ობიექტივი და სად რაღაცა იმით რა ხო ხტები вообще სხვა კადრს სხვა გამოსახულებს მე ჯერად ხარ ჯერ რაღაც პონჩი ამოღებადია მე რა თუ ამ საქმეს აკეთებ იასნა თო იმით მეტეს ხარ ტიპს რო გადაწყვეტილ კამს პერო შემოვიდეს ხო ანუ ესე იგი აქვს ბიზნესები და ეხლა ყველაზე მაგარი სფეროა ეს დღესდღეობით ხო ფოტო ვიდეო ვისარუნანი კი ბაზარი ვისარუნ ეხლა ვიდეოები ვქებთ აგერ კი ყველგან ვიდეო ტრიალები თუ მეტეს ანუ როცა უკვე თან ესე გარვითარდა ეს სამყარო და რაღაც აქ შენ გამოდიხარ და რაღაც იმით გადაიღებ ანუ ვერ განვითარდები რა ისევ შეგაგიტყდება შენ მასალას რო ნახავ ეს რა გადავიღე ანუ როცა შენ როცა რეალურად იგივე რო გადაიღებ კარგი კამერით ანუ შემო ახო რა გადავგეთქო და ეხლა ადამიანური მომენტის არის სტიმული რაღაცა თავისთავად ხო ამიტომ ჯობია კაი შენ ტელეფონის კაცი არ ხარ ანუ ბიჭო ტელეფონით გადავიღე სხვათა შორის ეხლა ჩემ ინსტაგრამზე დევს ანუ ეს ტელეფონი ანუ რო ესპანეთში მივიდოდი მე და ჩემი 16-ია ხო? ხო. მე და ჩემი მივიდოდი ესპანეთში რა და დავპოსტე უცებ ღამით ჩელენჯი რომ ბიჭო ტელეფონი მივიდა ახალი თანი მომენტში ფული არ მქონდა რა რაღაც მეკიდე და მეთქი ესე ანუ და გავშალე ჩემი აპარატურა ეს ჩემს სტუდიაში ციკლორამაზე რა და სელფის ვიღებ რა მეთქი ანუ ესპანეთში მივდივარ ხო და გამოჩნდით ვიღაცა რა გააზრეთ iPhone-ი და მხოლოდ iPhone-ს წავიღებ ამ ყველაფერს დავტოვებ და ნახეთ რა შედეგი გამოვაქვთ თუ შევძლებ iPhone-ით ფილმის გადაღებას თუ რაღაც ეგეთი და აი და ალტა ეგრევე რა აუ ვიტკი რა სიძახით და შევხვიანდით ისე ძალიან მალე რამდენიმე საათში რა ანუ 10 საათში თუ რა ხო და კარში დავტოვე ყველაფერი ამით წავედ და ამით გადავიღე მთლიანად ეგ ტრიპის ვიდეო რომელიც გამოვიდა აი ძალიან წერს კი ძალიან მაგარი აი უყურე კაკრას ეგ მაინტერესებს რა მეც თავის დროს ეს 13 Pro არის სხვა შორის კაი იდეა მეც გამოდით კომპანიებო ის დააპდეიტება ჭირდება ეგრე გავაძრე ეს რა მაშინ არ მოხდა iSpace იყო თუ რაღაცა ვლოგი მეც მინი ტურნე მქონდა და ამითი წავედი ამითი გადავიღე ხა ჩემი სპეციფიკა და შენ სპეციფიკა ცადა დედამიწა სხვაობა მე პროსტა მჭირდებოდა რომ კარგად გადამეღოთ შენ სხვანაირად უდგები ანუ აი მაგ შენი მიდგომით ტელეფონი ანუ რელევანტური ტიპია შეგიძლია რომ აი სიტყვაზე რა ფაილით რაღაცებით იგივე შედეგი დაახლოებით დადო რაც ეხა დადა იმითი აი იგივეს ანუ იდენტურს ვერ დადებ ნუ 100% და რამდენს მიიღებ 80 გააკეთებ 100% აი FX3 თუ დავდებ 10 ქულას ზუსტად იგივე გვერდზე რომ მიუყენო ეს ხო ეგ გვერდზე რო ატარო აი ესე რა გადაიღო ამით მიიღებ 800 ბაინც ძალიან მაგარი ოღონდ ეს თუ გადაიღებ ეგ უფრო პროგრესში თუ გადაიღებ ხა მე ვიღებდი პროგრესში მათ ის ქონდა თავისი кейჯები და არა просто აი ესე ხელით სტაბილიზაცია კი არის ფანტასტიკური პროგრესში რო იღებ ანუ პროგრესით რო იღებ ანუ უბრალოდ კამერაში არა Blackmagic-ის კამერა ხო მაგრამ მაშკა SSD გეყენა ყველა ხო SSD და SSD-ზე პროგრესით უკვე და პროგრესი ძალიან მაგარი მას გაძლევს რა ანუ შედეგებს შენ ფერზე მაგრად გევასება ხო როგორც ფერი არის ჩათვალე აი ემოციაა რა ეხა ზუსტად იგივე რასოდეს ვერ გადავედი ფერის ლუტებზე ვარ თუ რა ჯანდაბა ქვია იმინე შეაგდე ლუტი ლუტს ვაფშე არ ვიყენებ ანუ იმინა ხელით დამინჩი ხო არა პრემიერში ხო მაგრამ აი ფერი როგორ რაღაცა იცი ზუსტად ერთი გიგაბაიტი წარმოიდგინე ერთ საქცე და ესეთი ფერი რა ანუ აი просто აი iPhone-ს რო გადაიღო და ზუსტად იგივე უბრალოდ просто ფერები რო დასვა რაღაცა ვაფშე ეს კინოა ეს არის უბრალოდ და ემოცია პლუსი ხო ძალიან დიდი პლუსია შენი ფერების პონტი არის აი ერთი სიამოვნება ხო ხტები რომ უყურებ რაღაც გონე რომ მართლა ფილმს უყურებ და სხვაგან მიხავს გონება მაყურებლის რა და იმიტომაც არის 70 საათი ხო მე სამონტაჟად ხო 77 ყველაზე მეტი დრო ხო მაგას მიაქ ალბათ ხო თო ჩვენ ხლას თუ ისე ერთ დღეში ააწყო გადაღება ჩათვალე 40%-ია რა ო არა ფერი დანარჩენები მონტაჟი რა აი სიგიჟია მონტაჟი მართლა რა ბიჭო როგორას იმენამ შურს აი თან ეხა რა მქონდა იცი ეხა ეს გეგმაც ხო მაგრამ მე ის ტიპი ხო იცი ჩარტე რაც მოხდება გადაიღებული ვარ რა ანუ ეს დაგეგმით იდეაში აი ძალიან მინიმალური კონცეფცია რა და შენი ეს უჟბის ვიდეო რომ ნახე რა
ბიჭო, რაღაცნაირად ის სტიმული იყო, რომ მეთქი ახლა რას ვიზავ, იცი, ამ ტურნეს მეთქი. ნუ ესე ვერ ვიზავ, ფაქტია, მეთქი შანსი 0 მაქვს, ანუ ესე დეტალურად და ესე დერსკად, მაგრამ კონცეფცია რა, მეთქი მეც რო ავიღო, აი ხა გავა სცენარო დაახლოებით რა, ანუ აი რას გეგმა ვიცი, რაღაც 10000 კილომეტრია გასავლელი ვიცი, რა დრო მაქვს ვიცი, რა ქვეყნებია ვიცი, სად შევდივარ რაღაც. აი და ხო ფიქრობ, რომ ChatGPT დავიხმარო რაღაცა და ვცადო ეგრე გასცენ, როგორც შენცადე. რამე მირჩიეს, რაზე გავაკეთო, აი რაზე დავხარჯოთ, რომ რაზე ვიფიქრო, რაზე არ ღირს საერთოდ ფიქრი, ნახად უმოხდეს, ჯობია. ანუ აი ნოლიდან რო იწყებდე, ეხლა რო გეგმავდე მოტო ტურნეს სიტყვაზე, რა ევროპაში, რაღაცა ბოსნია ჰერცეგოვინები, რაღაცები უნდა გავიარო. აი როგორ მიუდგებოდი რა. მე მიუდგებოდი ეგრე, რომ უეჭველი სინემატიკის გავაკეთებდი რა. აი სხვა ემოცია აქვს მაგრამ რა, აი გითხრა მაპატიორეთ უნდა გაგაწყვეტი შენ მოძრაობ იმით რა კარ სახლ ბაითით მე მოძრაობ ჩოპერით რომელზეც მაქვს აი მხელა ბაგაჟნიკები იმაში უნდა მედოს ტანსაცმელი ზაპასკაში რაღაცა და ხუხტები აი ისე მაქვს რა უნდა წავიღო ეს კამერა აი მოდი ესე გეტყვი მე მაქვს დრონი არაფერი განსაკუთრებული DJI 4 კა რა პატარები რო არ მინი ეგ მე მაქვს ხო მე მაქვს აი ეს კამერა ზევეათი 50% უკვე ხო მიმაქ კიდე რა ნუ აი ეს პაჭიპუჭა რაღაცეები თავისთავად რა მეც რაღაცეები მისამაგრებლები რაღაცეები ეზეინ კრენშმეინი მიმაქ ჯიგარი რომლის ხმარება ჯერ არ ვიცი კარგად მაგრამ ნუ წავიღებ და ვისწავლი და რა მიმაქ ხო ნუ GoPro მაქვს ხო всё რა გინდა არა ესე თითქოს მაქვს აი ამ რესურსით შერასიზავ მე რით გადავიღე იგივენაირი რაღაცებით გადავიღე რა პროსტა ნუ ბაზარი არის პროსტა ბევრად ერსკია იგივე სახელები ქვია მაგრამ პროსტა აჯერ უკეთესი ხო ბიჭო არა ანუ შეგიძლია არ არის აუცილებელი რომ აი რაღაცა ძალიან მაგრამ სინემაში გულისხმობ აი თვითონ ვიდეოს რო ჩართავ რა ანუ აი როგორ თქვა ვიდეოს კი არ დაგავდეს აი ფილმს რო გავდეს ხო თხრობა უნდა იყოს რაღაცა იბაზრე მიხვდე რაღაცა შესავალი გავუკეთე იქ რაღაცა ხმაში მუსიკა შემოიყვანე შესაბამის მუსიკა მე კადრიდან კადრზე გადასვლა ცოტა ემოცია წამოიღმერეს და დაამდაბლე ემოცია უფრო მხიარულობაში მე ისე ემოცია წამოიღმე ხვდე როგორ ახსნა არ ვიცი როგორ გადმოცე მაგრამ ანუ აი არა გაცილებით ყურებადი იქნება რომ აი ჩავრთე რა ფილმი რა და ანუ აი ფილმს უყურებ რა ტიპი მიდის მოტოთი მაგრამ ფილმია რა უყურებ რა მეხტე იქ რაღაცა ცოტა მომენტები მუსიკაზე იყოს მარტო აწყობილი ცოტა იბაზრე აი სულ რო ბაზრობენ ვერ ვუყურებ ეგეთ ვიდეოს მეხტე ანუ იმიტომ რომ მე პროსტა ესე მისწორდება მეხტე თუ ვიდეოში არ ვნახულობ რაღაცა აი თხრობის რაღაცა მონეტფლიქსოს აბსოლუტურად მესმის და გეთახმები ბაზარი არა ბაზარი მეც ეგრე ალბათ ეგრე ვიზავდი რა ანუ რაღაცების გადავიდე აი მარტივ რაღაცას კითხავ აი უყურებ მოტო სპეციფიკიდან გამომდინარე აი კადრი აიღე რა მოტო უნდა გავაჩერო სიტყვაზე გეუბნები დავაყენო შტატივი ეს ხდება ალბანეთის მთებში ხარ რა შეგჭამს ვინ შეგჭამს ვინ გაგწევს კაც მარიც ჩემი ყოველდღიურობა იქ ანუ ხან რა კაროჩი საოცრებები მომდის ხოლმე აი ხა მე რო კამერა დავაყენო მოტო მოვატრიალო წავიდე ანუ ხო გავამდიდრებ ამ კადრით ხო ხდება რომ აი კამერასთან ჩაიარა მაგრამ ტექნიკურად როცა მოტოთი ხარ ეს იმდენ რაღაცასთან ასოცირდება ხო ხდები შეიძლება არ დაგხვდეს მე ეს გადმოაბარგე ეს ყველაფერი ანუ შეინძახი რომ ჯობია ეგ გავაკეთო ხო აი ხო გეუბნები მე ხარ თან დაღლილი ბინძური რო ხო ძალიან ხო მეც ანუ კი შენზე ხა უფრო კომფორტში ვარ იმიტომ რომ სახმანქანო ყავს და რაღაც ბოლო დავიძინებ შეგნით მე ხდები ტუალეტი ყველაფერი რა მე კარავი მაქვს ხო ანუ აი პონტია რა მაგრამ იგივეს ვაკეთებ მეც მიხდე აი რაღაც კადრების გამო ანუ ძალიან ერთი პატარა 20 წამიანი კადრის გამო შეიძლება მოგიწევს საერთოდ საათები ჩალიჩი და აი რაღაცა მაგრამ სამაგიეროთ რა ანუ ეგ ისეთ გრძელვადიან ამბავში ისეთ შედეგს დებს და მაყურებელს ისე უსწორდება მაგის ყურება რომ ტიპს იზი და მიხდე რომ შენ ვიდეოს რო ჩართავს ტიპმა იცის რომ მაგარი სიამოვნებელოდება რა ანუ მარტო ის კი არა რომ აი მაგრამ ანუ ემოციურად ტიპი უსწორდება აი Netflix რო უყურებ ფილმს რო უყურებ რაღაცას ხო აი გაინტერესი ინტერესში ხარ რომ უყურებ და აი ქსიამოვნებს და იგივეს მიიღებს მაყურებელიც რა იმიტომ რომ რავი ესე ჩემი გადმოსახედა არა სწორი წელს მოდი აი ჯობია რომ ხო იცვალო აი დებ აი ამ პირობას მაგის იმასთან რო ქვია level god-თან რომ ვეცდები მოდი ეს ვთქვა 2017 წელს აი როგორც შენ GoPro-s ისტორია მოყევი რა ზუსტად ეგეთი ისტორია მაქვს მეც დედის ერთა სეშენი მე მაგრა ხელზე კიდე კაი ის პროსტა ვაპირებდი წასვლას ლაივების ხარჯზე და კიდე კაი რომ ეს 6 ეპიზოდი დარჩენილია რაღაცა გენიალური ტურნი არის ჩემთვის გასახსენებლად ეხლა უფრო ისე წავედი, ნუ კაი მობილური და რაღაცებით გადავიღე, მაგრამ ეგ თხრობაც ვითომ ჩავდე, ვითომ რაღაცა გავკლიპე, რაღაცეები ვცადე, პოსტფაქტუმაც მინდოდა ჩამეწერა ვიდეო, მაგრამ ნუ აი წელს ეხლა რასაც შენებობ ვცდი რა, ჯობია მეტი დრო დავხარჯო და უკეთეს შედეგი იყოს. და მაყურებელს ხო უეჭველი რა, იმიტომ რომ
როგორ არის ხო მივდივართ ხა წინ სამყარო რა რაღაცები ვითარდება რაღაცა ვიდეოები ანუ რაღაც წლები რაღაცა ასწორებს მე უკვე აღარ ასწორებს რაღაცები მიხდენ ანუ რაღაცა ახალი მასავითარი ხა მე ვფიქრობ რომ ანუ ეს ძალიან ისეთი სიახლეა რა ანუ ესეთი სტილის YouTube ვიდეო რა მიხდი აი ძალიან სინემა მიხდი მაგას გეუბნები ქართულ YouTube-ზე შე რაც ქენი მართლა გეუბნები ანუ აქამდე არ გაკეთებულა მიახლოვებული ვარიაციები სხვადასხვა სპეციფიკებში იმიტომ რომ ზოგი ტიპი ძალიან ტექნიკურად უდგება ხო ხდები და ძალიან კარგი ხარისხებით იგივე სხვას დანელიასაც აქვს ოსოსაც აქვს ანუ ვიღაცებს ისეთი კარგი ვიდეოები აქვს რომ ნუ გლობალის ლეველია მაგრამ მიდგომა და ხერხი რაც შენ გააცე ანუ მე მაგაზე გამოვშტერდი რომ ბიჭო კინო ამე თქვი თან დოკუმენტურია თან ლოგია ანუ აი ეგ იყო რომ ვიგრძენი რომ კაკრას მე თქვი გლობალის სუნია რა რაღაცა ახალი შემოვიდა და მგონი რა აი მე რადგან ჩემთვისაც ინსპირაცია იყო ხო ხდები რომ აი ვა მე თქვი ესეთი რაღაცა ვაიბი მინდა ჩემთანაც იყოს დარწმუნებული ვარ რომ ბევრი დამწყები იუთუბერისთვის ვისაც არც კი ეგონა რომ ეგეთი სპეციფიკა შეიძლება და კარგი ყოფილიყო ან არც იცოდა ეგ იქნება ეხა სერიოზული ნაბიჯი მე მაგაზე მქონდა ძალიან ფოთვები რა სანამ ამას გავაკეთებდი და ეხა მაგევროტროს ვიდეოსაც გავაკეთებდი პირველ ვიდეოს ჩემები რა მეგობრები მებაზრებოდნენ მიტრაკებდნენ რომ ანუ არ გინდა რა ანუ აი შეიძლება დაანები თავი ანუ უნდა გაკამეთ და ტელეფონით რაღაცები გადავთ რომ არ უყურებს კამანდა მაგას რა ანუ არ უყურებს აი შენ გიგონა რომ ჩიტიპ თუნდაც ამდენი დახარჯო რესურსი დრო და არავინ არ ნახოს რა ანუ როგორ მიშიშინა აი ყურში როგორ ქონდა ის ეს აი და რომ მაგრად გაღიზიანებს რა რომ აი არ უყურებს ანუ სხვა რაღაც უნდა გასართობი უნდა მარტივი და მეთქი შეჭება ანუ ვწდი რა იმიტომ რომ ეს არის რაც მინდა რომ ვაკეთო ხა ხო მოვიტყუები რომ აი ისი რა ეს ანუ არ მისწორდება რა აი ეს მისწორდებოდა და ეს იყო ჩემი ოცნება და სურვილი რომ ანუ აი ეს მეკეთებინა და თან ამას ხომ და დაფასებაში გულისხმობ რომ უბრალოდ იყურებინა ხალხს ხო იასნა ხო და ეგ ჩიჩინის რო აღარ არის უკვე რა იმიტომ რომ ნახეს ტიპებმა რომ მართლა ასწორებს ეს პრეცედენტი ეგ რა ჩენქენ იყო იდეაში პრეცედენტი რა ანუ ცუეთში პრეცედენტია რომ თუ ესე იმუშავებ ესეთ ლეველს გააკეთებ ალბათ YouTube ხო მაინც ალბათობებია რა ზოგჯერ ისეთი ვიდეოები არ უვარდებათ ხოლმე ტიპებს რომ გული მოგიკვდება ანუ აი რამ ხელა შრომადებს იცი რომ ბლად ფიქრობ და გვერდზე რაღაცას აი 200,000 ნახვა იმას კი არ ვაკნებ პროსტა ეგრე ალგორითმი ანაწილებს რა ტიპებამდე არ მიდის რომ ჩართოს ხო ხდები notification-ი არ მოდის ხოლმე ხანდახან შეიძლება გამოწერილი კონდეს ზარისღილაკი მაგრამ არ მოდიოდეს ალგორითმა ხანდახან იცის ხო ასწორებს რომ შენმა ახლა ალგორითმა მაშინ დაიჭირა ეგ პონტი სწრაფად მოიმატა ხო არც თან ძალიან 61000 გამომწერზე ვარ უკვე რამდენი იყო რო ვიდეო დადე იყო სადღაც მე მგონი 17 ხო არ გადა სადღაც 20 ვთქვა ეხლა რომ იმიტომ რომ არ მახსოვს რა შეცდომა არ იყოს ხო სადღაც 20 და ეგეთ შედეგები დაახლოებით მარტო სერიალებს ქონდა ხოლმე და ანუ როგორ იყო იცი მეთქი ანუ არ გადაობ რა ხდება რა ანუ აი თან ეს პირველ ევროტოს ვიდეოზე რეკომენდაციებშიც ძალიან დიდი პროცენტი ანუ ნახევარზე მეტი რეკომენდაციებით იყო YouTube recommendation-ში ვაწერ ეს მაგით იყო სვანეზე 60% იყო დაჟე რეკომენდაციები მეთქი ანუ მკვდარი არხი ანუ არაფერი არ დადებულა ამდენი ხანი და უცებ და შეგეჭდა ვაფშე ამ ხელა პაუზის მე ახალი არხი რა თორ გააკეთა სიტყვაზე უფრო ალბათობებს ხო იქ ის არის არ მიფიქრია ესეთი მაგდენი აღარ იფიქრე ხო აი ეგ ხო ძალიან ის არის ანუ მეთქი და დაიკიდა ანუ არის შო იყოს რა მეთქი ანუ ძალიან ვაბანგზე წავედი ისედაც და ასედაც და მეთქი ხაზზე ჩალიში ანუ მეთქი შეიძლება აი პროფესიას ვანებებ თავს და შემოსავლის გარეშე რჩები და ხა არხი ის იქნება თუ ეს ხემეთ დაიკიდა მთლიანად გულს მივყევი რასაც ქვია რომ აი დარწმუნებული ვიყავი და რაღაც აი წმენა რო გახვდები რაღაცის მიმართ რა ანუ აი ეგეთ შინაგან მდგომარეობაში ვიყავი სალის გამო რომ აი დამოხტული და აი ძალიან ზღაპარში მეგონა თავი და მეთქი დავაი და ყველაფერი მაგრად იქნება და ხოცი ნაკრებს როგორ პოულობ და თანხვედრაში რო მოწდა ეს ყველაფერი უცებ გაამართ და კომენტარებს რო კითხულობდი და ტიპები ანუ მეთქი ხო არ გადავ ანუ აი ხო არის TikTok-ზე მაგალითად შედიხარ და ანუ კომენტარს ხდი და ლეო მაგ არა სხვა სეგმენტი ხო შევედი ანუ ვიდეო რო დადი კომენტარებში და მეთქი ანუ ტიპები აბზაცებიან კომენტარებს გააზრებულ პუნქტებად და მეთქი ხო არ გადავ ანუ რას არ უყმიუვარდი მე ჩემს მაგას შეჭება რას არ უყურებს ხალხი კი არა კამანდა მის სიამონას რაღაც მიიღო მიხდი ანუ YouTube-ს დარჩა რაღაცა გონებაში რაღაცა სასიამოვნო მიიღო ტიპმა და რას არ უყურებს კი არა თურმე რა აუტორია ვაფშე YouTube-ზე რა და აი ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა ამ მომენტშიც რა ანუ ხო ეხლა ვარ რაღაც ძალიან ეს გამომტკიცეთ ეხლა ეს კომენტარებით გამომტკიცეთ რომ მიხვდეს ბოლომდე მიხვდეს მას არ მოხდა თუმცა სად ვიყავი აქამდე ხო არა მაგრა ასწორებს რომ კიდე ერთხელ გეუბნები ღმერთმა ბევრი რა ანუ აი ყოველ წელს აი სამი ეგეთი დერსკი კონტენტ კრეატორი რო დაემატოს YouTube-ს საერთ 5 წელიწადში YouTube-ი კიდე სხვა ლეველზე იქნება რა ანუ აი ვაფშე საერთო საქმე იმდენად კეთდება ამით იმდენად დერსკად იზრდება YouTube-ი რომ კაროჩი კიდე ერთი შეკითხვა თამასა აი უყურე რაღაცას რო დადებ ეს ხო წეულაა თან რა
რაღაც პონჩი ხო ხდები რაღაცა ოლიმპის დაპყრობა არის თან დაპყრობა და თან წევლა მოლოდინი პასუხისგებლობა ხო ხდები შენ რა ხოდითაც მიდიხარ აი ტენდენცია რო ავიღოთ რა პირველი ვიდეოს მე რომელიც ვნახე პირველ ვიდეოზე მქონდა რომ აუ რა დერსკია ანუ აი ეს მქონდა რომ თან ეს ხო ხდები აი ტურნეს ვაიბი მევასებოდა თან სტორიტელინგი ძალიან საკაიფო იყო გული და მეწვა $4,000 მოტორის ისტორიაზე თან ეკ ხო ვიცოდი რა ადრე ეს თორებით რაღაცებით რომ მეთქი სად გაქ რა ანუ რატო არ და ძალიან დერსკად შეფუთული იყო ჩესნად არ ველოდებოდი ამ ხელა ნახტომს რა ანუ ამბის თხრობის ანუ სტილისტიკის ანუ ვაფშე სხვა ლეველი იყო ეს აი ხა დღეს შენ სტორებს უყურებდი ხალხის თვალწინაც მინდა მოგილოცო რომ დაგიფასდა სპონსორი გამოჩნდაო ასე შემდეგ აი მართლა ძალიან მიხარია რომ ფასდება ეგეთი რაღაცეები და თქვი რომ მე არ გეუბნები რომ თქვი თქო შემდეგი აზრი პროსტა შინაგანად აი რაღაცას გეგმაო საოცარსო მე თვითონ არ ვჯერავ თამასას აი სოსოსაც მაგას ვეუბნებოდი რა მეთქი შენ მიმართულებაში YouTube-ი დახურე მე ვთქვი ანუ ყველთელი მსოფლიო მოიარე შეხვედი ისეთ ქვეყანაში სადაც 7 კაცია ნამყოფი ხო ხდები და გადაიღე უდიდესი ვიდეო უდერსკესი ყველა რეკორდი მოხსენი მე რაღაც გეგმა მეთქი და სხვაგან წავიდა ლაპარაკი აი შენ როგორ გძნობ მაგ თამასას რა ხარისხის თამასა ხო ხდები რა ხელა პასუხისგებლობა აი როგორ თქვა არ ვიცი რა ნახე ეგ რო გადაწყდა რომ YouTube-ს ვიწყებ პარალელურად და ზოგადად ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ჩემს თავში ტრიალობდა რაღაც ოცნებები როგორც გითხარი რა ხო ყავდა პარალელური მე რომელიც აკეთებს რა მიხვდი და ის რასაც აკეთებს ყველაფერი დამახსოვრებული მაქვს მიხვდი ანუ ჩემი ოცნებები ჩემი მუღამები ანუ მაგით ვთქვი პირველი ვიდეოს ბოლოს რომ 1000 მუღამი რომელიც და გაისწოროს არამ ცოცხალი ხარ მაგას ვაპირებ მიხვდი ანუ მუღამის გასწორებას ანუ ჩემი მიმართულება არ არის მოგზაურობა მხოლოდ მიხვდი ანუ მე მსოფლიო ამოუწურო პირობითად იქ არ ჩერდება ეს იმიტომ რომ ეს არის ტიპი რომელსაც რაღაც მუღამი აქვს ხორებაში და ეგ უნდა რომ გაისწოროს ანუ ჩემი ერთი მუღამი იქნება ერთი ვიდეო მიხვდი ერთი ვიდეოში გავისწორებ ერთ მუღამს ხა პირობითად აი ევროტურის მუღამი ის იყო რომ უბრალოდ ევროტური ქონოდა ნუ გამოვიდა თუ არ გამოვიდა სხვა მუღამი გავისწორე ასე ეგ რა და ეხლა მოდის მუღამები რა და ეს მუღამები რო აი ეს ელექტრონულად არ დამიწყეს YouTube-იც რა ანუ და მაგლიერ ჩემი თავის და გონების რო რაღაცები გამსჭრიახათ და ვინახე თუ რაღაცა რა და მინიმუმ 1 წლის მომავალ წლის ამ დრომდე გეგმა ეხლა უკვე მაქვს რა ანუ ამაში იგულისხმება ყველაფერი საერთოდ თავის აი რა როგორ წარმომედგენა შემდეგ ვიდეო რა ვიდეო იქნება მე იმის შემდეგ რა მოდის იმის შემდეგ ოქტომბრის ან ნოემბრის და მოდის ესე მიხვდი 1 წლის მაქვს რა ვაუ ოღონდ აი გააზრებული ხო გააზრებული და ისეთი რა თავის უკვე აი ხვდები დავშოთ აი კონკრეტულად აი აგვისტოს ვიდეო როგორ იწყება ეგეც წარმოდგენილი მაქვს მიხვდი ოღონდ ეს ამ წამს კი არ მოხდა ეს ილექებოდა ჩემს თვენში რა მიხვდი და ეხლა სიხშირეს რას ფიქრობოდი ანუ თვეში რამდენი ვიდეო ერთი ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ერთი იყოს იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს მონტაჟი აი თვეში ესეთი ორი ვიდეო აი დაგბრით თავს რომ დამბრიდა ვერ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ხტი ანუ ძალიან დიდი დროა 77 საათი მე გძილი გინდა ბავშვი ხავს რაღაც ხო ხტებიან ხო ცხოვრება ასე შემდეგ მოდიან ახლა მოკლედ ამ ეტაპზე ესე მაქვს რა ნაფიქრო თვეში ერთი ვიდეო იყოს ესეთი რა მაგრამ შიგადაში ხა TikTok-ზე Instagram-ზე რაღაცა კონტენტი იქნება ესეთი რა ხო და მოკლედ ანუ მაგაზე მაქვს ნაფიქრი რომ აი რა უნდა იყოს ევროტურის იყო მე სვანეთი იყო ძალიან მაგარი იყო და ეხლა რა შეიძლება გაუწოს ხო ანუ კი შემეგრე ჩანს მაგრამ ეხლა მე რო ვუყურებ ჩემს თავს აი ისტორიაზე მკითხეს ეგ ზუსტად ეკითხეს წინა და გუშინ წინა რომ აი რაღაც აპირებ და ისე მეტაფორულად უპასუხე რომ მეთქი ანუ ეს იყო მეთქი ბილეგზა შედგომა რა აფრენა ჯერ არ იყო მეთქი ეს რა ანუ ეხლა იქნება ეს ემზადება ასაფრენად ეს თვითფრინავი და აი ეხლა კაკრა შემდეგ ვიდეოდან ან ამის შემდეგ ვიდეოდან იქნება უკვე ის რაც საცფთული რო იქნება ძალიან გაფრენა უკვე რა და ესე ივლის რა ეს თვითფრინავი ესე იფრენს მიხვდი ანუ მაგრამ დამაინტერესებს მაგრამ იმის ოდნავი შიშის არ მაქვს რომ აი რა უნდა დავდო ანუ არა ხადაობის რამდენი მუღამი მაქვს რომელიც დარწმუნებული ვარ რომ აი ყველა ერთმანეთზე უკეთესები და მაგრამ ხე იასნა არ ვიტყვი ხა წინასწარ იმიტომ რომ ხო არა იასნად ბაზარი არა მაგრამ აი უეჭველი ერთი წელი მინიმუმ ვიცი რომ ყოველი ვიდეო ანალოგიური მას გამოიწვევს რა ანუ არც ერთ ვიდეოს არ იქნება ის შეგზნებ ვიდეოს მე არ იქნება მოყოლა შეგზნება რომ ანუ რაღაცა ის ჯობდა მიხვდი ანუ არა შანსი არა პროსტა მაგის იმიტომ რომ არ არის ეს ერთი მიმართულება მიხვდი ანუ ეხლა თუ სვანეთში მოგზაურობა შემდეგ ის მოგზაურობა არის ოღონდ ძალიან რაღაცა ესეთი იმ მოგზაურობის მერე შეიძლება საერთოდ სხვა რაღაც მუღამი გავისწორო რომელიც საერთოდ კავშირში არ მუღამ იმასთან რა მოგზაურობა და პირობითად მე მივხვდი ბაზარი არის დედაზე მინდა ვიდეოს გაკეთება ერთ-ერთი მუღამი რომ დედაზე გავაკეთო ვიდეო ოღონდ ეს იქნება სრემლების ღრა და ტირილი საქმე ხო ანუ იმიტომ რომ აი ძალიან ეგეც მუღამი ვიხდი ოღონდ საერთოდ კავშირში არ ვერ შეადარებ მაგალითად ეხლა ამას რაც გადავიღე იმიტომ რომ ეს სხვა იქნება ორივე მაგარი იქნება მაგრამ სხვადასხვა და აი ეგრე მაქვს დაგეგმილი მიხდი რომ ჩემი მუღამები მინდა გავისწორო ანუ რომელიც რაც მაქვს ისიც უნდა გავისწორო და რაც მომავალშიც გამიჩნდება ხო შეიძლება რაღაც მუღამი გამიჩნდეს
და ეს იქნება ეს ვიდეოები, მუღამები ვიდეოებად ნაკცები რა, თუ როგორ თქვა. ეს არის ჩემი ოცნები, ხო? მე ესე წარმოვიდი რომ დავბერდები, ხო? 999 მუღამები დავეციე რა მუღამებსაც ისწორებ. მე 1000 მუღამი ვიცი რაც არის რა, თქო ეს 1000 მუღამი რეალურად პირობითი სიტყვა არ შეება, 1000 მუღამი ვერ მოვასწრო ცხოვრებაში, მაგრამ ანუ აი მე 1000 მუღამი, ანუ ბოლო მუღამი ვიცი რაც არის უკვე. და ეგ არის ის რომ აღარ ვიქნები და მორჩება ჩემი ცხოვრება, მერე დაიდება ეს ჩემი ბოლო ვიდეო რა. ეგ ვიცი რომ ეგრე იქნება, ანუ ეგ არის ჩემი ბოლო მუღამი რაც მინდა რომ გავისწორო რა. რომ აღარ ვიქნები ჩემს გარეშე მინდა რომ დაიდოს ის დავდგაცას დავავალებ მიხდი, ანუ არ ვიცი რა იქ დროსა იქნება, საერთოდ არ ვიცი როდება ვიცოცხლებ, მაგრამ ანუ როცა იქნება, ყოველ შემთხვევაში შეფიქრებში ეგ არის რომ იქ მინდა რომ ტიპს შევუთანხმდე რომ მეთქი ანუ ეს დადე აი მერე 40-ზე პირობითად თუ როგორც არის. ხო ხტები რაც არის ვაფან. და მან დასრულდება ერთი ტიპის ისტორია, რომელმაც გაისწორა 1000 მუღამი, რომელიც უნდა და რომ გაისწორებინა, სანამ ცოცხალი იყო. აი ეგ არის როცა ჩემთვის შევიდა ფიქრობ, აი ამაზე ვოცნებო, მე ხვდე, აი ეს არის ძირი და საწყისი აი ამ YouTube არხის რა, და ზოგადად ამ ჩემი აი ამბის დასაწყისის რა, აი ამ ვიდეოების კეთების მიზანი არის ეგ, რომ აი რაღაც ეგეთი ისტორია წარმომიდგენია რა. რამდენად გამოა ეგ კაცმა არის ის, მაგრამ რომ მკითხოს თქმა რატომ აკეთებ, ანუ ამიტომ ვაკეთებ, მე ხვდე, ანუ ეს მინდა რომ აი აი ეგ არის რა, მე ხვდე, მაგრათას. ეხა მე რამდენი პოდკასტია უკვე რა. არ ვიცი, სადღაც 180-ზე ვართ. ანუ მე 180-ზე. სადღაც 200 უახლოვდებით, მე 5 წელია, მე 6-ზე დაიწყება. პირველი იუთუბერი ხარ? ჩესნად გეტყვი. ვის ლაპარაკშიც ეხა რა დავინახე, იცი რა დავიჭირე. მერტმა ქნას რო ეგრე დაალაგდეს. მთელი გულით გისურვებ ამას. მადლობთ. ძირითადად იუთუბერები, ჩემი თამადობით ალბათ რა. ვლავირებთ რა. ვლავირებთ იმაზე რა მოეწონება ხალხს. ძირითადად აი მაგ მუღამებს მე სადღაც შემოვდებთ ხოლმე რა და მე მქონდა აი ეხლა ხანს დეპრესიას არ დავარქმევ, მაგრამ ხო ხტები რაღაცა სტაგნაცია იყო ისეთი გულის ტკივილით რა, რომ ყველაფერი გაქვს, აქამდე თავს ვიმართლებდი რომ ეს არა მაქვს და იმიტომ ვერ ვშვები, ის არა მყავს და ეხლა ყველაფერი მქონდა და რაღაცას ვერ ვაკეთებდი რა. და ბოლოს მივხვდი რა მინდოდა, აი როგორც ახლა შენ რაღაც მე სერიალი მინდოდა მივხვდი და დაწყებულია ყველაფერი 5-იანზე მიდის რა. ანუ ძირითადად ვარგებთ ხოლმე ისეთ კონტენტს, რადგან მაინც ხვდები იქ ოჯახია გამოსაკვები, რაღაცა არის, რაღაცა გინდა არ გინდა, მაინც ვლავირებთ რა. ეხლა შენ თვალებში და შენს რაღაცა სპიჩი დავინახე ის, რომ შენი გეგმა არის არა ის, რომ მე მოვერგო YouTube-ს, მე მოვირგო YouTube-ი. და იმდენად დერს კაჯღერდა. აი უცფელად გეუბნები, ეხა მაგრად შემშურდა, რომ ჩემში რატო დაიბრიდა ეგ ბავშვი. რაღაცა ბავშვური ჟინი დავინახე, ეხა რას თქვი რა და ჩემში მგონია, რომ აი ეგ ეს პოდკასტი იყო თავის დროს, მაგის გამოძახილი რა, რომ რაღაცა ისეთი რაც აი მოკლედ და დღემდე მოდის და მიდის და მიდის, მაგრამ ამის მერე მქონდა აი ეგ რა და ეს სერიალია ეხა ახალი გამოძახილი, მაგრამ და აი მივხვდი რომ ეგ ბავშვი დაუბრიდე რა. კრეატიული ბავშვი დაუბრიდე, რაღაცა ბავშვი და მარტო იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სპონსორი არ უნახოს, მე ბანკს ვინ გადაიხდის, ხო ხტები რაღაც ძალიან მინდა, აი ჩემ შულს პიცავარ, მთელი გულით გისურვებ, რომ აი ეგ არასოდეს არ გაგეკაროს რა, ხო ხტები, იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის ეს მომენტი იყო, რომ ბლად მეც მინდა რა. ანუ თავში იმდენი იდეაა რომელიც პროსტა გავლესე და წაუქლიბე რაღაცეები, იმიტომ რომ აი ვერ აიტანს მაყურებელი თუ რაღაცა ნახვა არ ექნება, ალბათ მქონდა ეგეთი რაღაცეები, ექსპერიმენტები ხვდები, ჩემი მუღამები, რომელიც მაყურებელმა ვერ მიიღო. ეხლა შეიძლება ვთქვა, რომ იმიტომ რომ არახარისხიანად შევფუთე მეტი დრო არ დავხარჯე რაღაცეები, შეიძლება რომ გავამართლო თავში. თუმცა ის ბავშვი რატომღაც თუ არ მოვყალი უკან გავწიე რა. ერთადერთი ხარ ეხლა, აი რამდენი იუთუბერი ყოფილა, ვისაც კი რამე გაუკეთებია ქართულ YouTube-ზე, კარგი, ცუდი, ღირებული, არაღირებული, მაგ სკამში მჯდა რა. და ყველასთან დაახლოებით მქონი ერთ და იგივე ვაიბი, ვიცოდი რაზე ვლაპარაკობდი. ეხლა პირველად, აი გულწრფელად გეუბნები, დავინახე ის, რომ არა ნახვები შემშურდა. არა სისწრაფის რა სწრაფად გაგეზარდა არხი, ისიც მქონია და ისიც. სოსთან სიტყვაზე, ეღოთ ეს კეთილი შურის ვიძახი ხოლმე რა, რომ აი შენც რო გინდა, ხო ხტები რომ ურა მაგარია და მეც მინდა ეგრე რა. ეხლა მაგ ის რომ ყველაზე მეტად რაც შემშურდა იყო ის, რომ ეგ ბავშვი მე დავბრიდე. და დედას უტირებ უნდა გავაცოცხლო რა. და ეს რაც შენ გააკეთე, ალბათ ჩემნაირად ბევრია.
მიხდი გამოცდილი კონტენტ კრეატორი დამწყები, ვისაც ეშინია რომ ბავშვი მიუშვას თავის ნებაზე. იმიტომ რომ აი ეს რაღაც დიდური ფიქრებია, ხო ხდები რა, ის აღარ გამოვა და კვერცხობა. მთელი გულით მინდა რომ აი ეგ რავი 1000 წელი გეცხოვროს, YouTube დაიკეტოს და მერე დადო ეგ რაღაცა ბოლო ვიდეო ხო ხდები და ასე შემდეგ. მაგრად გაასწრო. უცბელად რაღაცნაირად ეხა იქ უზე მომხდა რა. თუ ეხა გვაქვს დრო და რაღაც. დრო გვაქვს რამდენიც გაგვისწორდება. რამდენიც გაგვეხარდა. თავიდან თუ როცა იყარო თქვი რა, ეხა აქ რომ მოვედი რომ მეთქი რომ ძალიან მე გირზელდება თქო ფიქრები და ძალიან ბევრს ფიქრობ თქო რაღაცეებზე რა. აი ზოგადად ძალიან ხშირად ჩემი ფიქრის საგანი არის ხოლმე ეგ რა, ანუ რომ აი დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და რა, ანუ აი ეგ და რა, ეგ კითხვა. დედას ვიცი, აი როგორ იმას მიშვება, იცი, აი რომ აი მეც მაგრა. და რა, კაი, აი წავიგულავე ბაზარი, აი იახტა ვიყიდე და შეჭება და რა. ყველაზე მურტალი კითხვა. მერე, აი ესეთი მერე ხო. მერე, აი ხო და ანუ აზრი და აი იასნია ვერ ამოხსენი და ალბათ ვერ მოხსის მაგას ბოლომდე, მაგრამ ანუ აი ამ მომენტში, იმიტომ რომ ერთი ის რომ ძალიან ემოციური მდგომარეობაში ვარ ეხლა, იმიტომ რომ ჩემს თავს ეს ხდება, რაც ხდება და ჩემთვის ეს ძალიან ვიღაც შეიძლება არაფერი რა პროსტა რიცხვებია და მაგრამ ჩემში მე ხო ვიცი, ჩემი ისტორია რა მინდოდა 10 წლის რაზე ვოცნებოდი და ეხლა აქ რომ ვარ ამ მომენტში ოცნებაში, რაზეც ვერც კი წარმოვიდგენდი რა, FX-ამი კი არა, ვაფშე რა, ვერაფერზე, მაგრამ აქ ვარ ეხლა პოდკასტში, რომ ბაზრობ, რომ მეთქი აი გიო ნახე რა აქ ვარ და რაღაცას გიყვები ჩემს ემოციებს და აი ამას რო ვიაზრები ხა ამ წამსაც ცოტა მაგიჟებს, მაგრამ რას ის თქვა მინდა რომ აი მე რა ხო აი ამ კითხვას რო უსვამდი ჩემ თავს სულ ანუ ეს ბოლო 10 წელი კი შემოსავლიანი წელი ძალიან ქორწილებიც გადაღებაც ფულიც ქონდა ყველა გავერთები მოგზაურეთ სოლთან ერთად ბავშვები ყავს მაგრად გვიგულავია ანუ რესტორანში ყველა დამიპატიჟებია კლუბში დუბაიში მიქნია ეგ ანუ ძალიან ბევრი ფული რაღაცები გამიკეთებია ისეთები რომ აი ადამიანს რო რაზეც მანამდე მიოცნები რომ მეთქე რა ეხლა რო ფიქრობ რა ამ ემოციასთან შედარებით რასაც ეხლაგან ვიცდი პირობითაც სვანეთის ვიდეოზე თუნდაც რომ რაღაცა ვიდეო გავაკეთე რამაც ადამიანში რაღაცა შეცვალა გააღვიძა სტიმული მიცა რებსაც მიწერს კამარა ბურზგავს ანუ კომენტარებს რო წერენ ხო ანუ ამ ემოციას რო ვადარებ იმას რომ ერთი ღამე სადღაც კლუბში მაგრად გავერთე თურმე ის ანუ ვაფშე არაფერი არ არის და ეგ შენი მთელი ცხოვრებას მასე რო შეხედო რა რომ აი კი მაგარი ძალიან ბევრი მილიონერი ხარ ტენდერი მოიგე რავი რაღაც ყორი კამანდა ფულ შოუს ძალიან ბევრი ფული აქვს რა ანუ და ანუ რო წარმოვიდგინე ახლა რომ ეს 10 წელი ხო ვიცი ანუ ჩემ თავზე გამოვცადე რა არის დაუშვათ კარგი ცხოვრება პირობითად გულობა გართობა ხო ანუ და მოდი გავაგრძელოთ ახლა ეს 20 კიდე 10 წელი კიდე და შეჩემა და რა მე მეხდი ანუ უბრალოდ დაგჭება ნაგულობები მაგრამ ნახე რა ხდება ახლა სადوار რომ ანუ გავაკეთე რაღაცა შევქმნი რომელმაც ადამიანში ემოცია აღძრა მეხდი ანუ ტიპს ვახსოვარ ახლა დღეს გამეროს შეიძლება დავესიზბრო იმიტომ რომ ეს რაღაცა კარგი ემოცია მივეც მეხდი წარმოვიდგინე და მე წარმოვიდგინე რომ ესეთი კიდევ 100 ესეთი ვიდეო რო გავაკეთო რა შეიძლება ბავშვი ვიღაც ტიპ ცხოვრება შევცვალო ტიპის რა მეხდი და ანუ წლები რო გავადაი რო ვამბობ რომ დავბერდები თქო და ჩემ ცხოვრებას რო გადავხედავ ანუ მეხდი რა როგორ რა მხელა ემოცია ახლა პროსტა ბურზლავს აი დაზუმებოს ანუ მე პროსტა შე წარმოგიდგენია ანუ ის ბედნიერების ის მომენტი რომ ტიპმა რაკნა ანუ რა იცხოვრე შეჩემა შენ თავს რო შეხედავ და იტყვის არკეში რომ ანუ კიდე გინდა მიხდი ანუ კიდევ ერთხელ გინდა ის ცხოვრება გაიარო და რო ვადარებ აი ამ მომავალში რო უყურებ ჩემს ორ მეს რომელიც ერთი ამას ამბობს რომ ცხოვრებას გადახედავს და 1000 ვიდეო აქვს და 1000 მუღამი გაისწორა და ამით ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და ამასთან ხო ახალ სხვა გართობების ან გართობების კამო რა არ გაერთო თქო და რაღაცა ანუ არა უბრალოდ ეს რო გაქვს მიზანი და ამას რო აკეთებ და ანუ ამაში რო პოვე ბედნიერებას ამას შეიძლება არაფერი არ არის ის რომ შენ იახტა გააქვს მიხდი ანუ შენ არაფერი არ ხარ მაგ იახტით პროსტა შეცურავ და მოგბეზრდება მაქსიმუმ 1 წელში ეგ იახტა მიხდი მაგრამ ეს არ მოგბეზდება არა იმიტომ ეს არის ემოცია სუბტა ემოცია არის მიხდი ანუ შენი ცხოვრება ხდება ემოცია და ანუ აი მაგის თქმა მინდა რომ ანუ ბედნიერებას მივხედავ იმაში რომ რაღაცა ზე ვიდრე მატერიალიზმია მაგაზე ცოტა მეტი დავტოვო თუ რაღაცა თუ გავაკეთო მიხდი ოღონდ მარტო ჩემთვის არა ჩემი შვილი როგორი ემაყებს ამით მიხდი რომ მამა შემოხوار გაგიჟდა გააკეთე ან და აი ამ ემოციებს და ამას რომ გგრძნობ და წარმოვიდგენ წინასწარ ხო ანუ ყველაფერს გავაკეთე მიხდი რომ ჩემი ესმე ვიყო ვიდრე ეს რა ანუ ამ მესაც შეიძლება კონდეს იახტა მაგრამ იახტა არ იქნება მისთვის ხო ხტები რა სვამი რა ანუ და ანუ ეგრე შევხედე ჩემს ამ ისტორიას ამ YouTube-ის ისტორიას და მაგიტო შე რომ მითხარ რომ აი YouTube-ს კი არ მოვერგო მე YouTube-ს კი არ ვაფშე არაფერი გეგმა არ მაქვს ანუ არც YouTube-ს მინდა მოვერგო და არც YouTube-ი და მოვირგო თუ რაღაცა ეგეთი გათვლები არ მაქვს ანუ ჩემი ერთადერთი გათვლა არის ის რომ რასაც გავაკეთე უბრალოდ მინდა რომ ამას ყავდეს მაყურებელი მიხდი რომ ვიღაცა მამას უყუროს და ვიღაცა მამაში მე მომწეს ემოცია რომ ანუ საღოლგიო რა ანუ მადლობა რაღაც და ეგ არის ჩემთვის საჭმელივით მიხდი რომ მაგით ვიკაიფო და ვისიამოვნო მიხდი მე და თან ეგ არის სტიმული იმის რომ შემდეგ გააკეთო მიხდი ანუ მაგ კითხვაზე პასუხი ეგ არის რა რომ აი
YouTube-ს მოვერგე თუ მოვერგე, ანუ არ ვიცი, მოვერგე თუ მოვიგე თუ რაც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიზანი არის ცოტა უფრო მეტი ვიდრე არის, რომ აი, იცი რა, სპონსორი მყავდეს, ანუ სპონსორი იასნე გამისწორდება რომ მყავდეს რა, არვინ არ თქოს რომ არ გამისწორდება, მაგრამ რატო გამისწორდება სპონსორი? იმიტომ რომ უბრალოდ უფრო მეტ ეგეთ ვიდეოს და უფრო მაღალი და უფრო მაგარ რაღაცას გავაკეთებ, ხვდი? და თან ხო იასნე თავინო ვირჩინო, ხო? ეხა სამი შვილი ყავს და თავის მაგას ეგ ეხა ის არის, მაგრამ ორიენტირი სხვა არის, მე ხვდი შინაგანად ჩემი რა. და ვოცნებობ რომ ეს ჩემი ორიენტირი ასწორებს რა. სწორად მართო რა. მაგრად ასწორებს. რამდენის ხარ ხა? 30-ის გავხდი 25 მაისს. პატარა ხარ ბიჭო. და უკვე კარგი აზრებით ხარ. ხო, ძალიან დიდ ემოციებში ვარ მართლა ძალიან. ეს ემოციურად ერთხელ ვიყავი რომ ცოლი მოვიყვანე და რაღაცა ხო ხდები აი. შევგავერთიანდით თუ რაღაცა ემოცია იყო, მე ნუ ბავშვების დაბადება და ეს იმიტომ რომ ეხლა ვაფშე მგონია რომ რაღაც არ რეალურია. დერსკი გადაფასებებია, ხო რა? ეხლა რა პარალელი ჩვენ თქვი. ხვდები ყველაფერი შედარებითია, ყველა გამოცდილება ინდივიდუალურია, რა ვიღაცისთვის იახტა, ვიღაცისთვის რაღაცა არის, ვიღაცისთვის რაღაცა, ვიღაცისთვის იახტაზე მეტია. სიტყვაზე ვიძახი რა. იმ დღეს რაღაცა პოდკასტი იყო, Will Smith იყავდათ. პოდკასტი თუ რაღაცა ინტერვიუ მნიშვნელობა არ აქვს, სპიჩი ქონდა რა, პატარა რა, რომ და ყველა მისი ბექგრაუნდის და რაღაცის მიუხედავად, ანუ იმ მომენტში ძალიან გულწრფელი ფრაზა იყო რა, რომელსაც ალბათ ვერ გააჟღერებ იმ კონტექსტში თუ Will Smith-ი არ ხარ და ეგრე არ გიცხოვრია. მან თქვა რომ ძალიან მინდაო რომ ყველა მაიხდინოსო, იქ იგულისხმებოდა ჩისტა მატერიალური პონტი რა. ხა Will Smith-ის მატერიალური შესაძლებლობა ხვდე fame ყველაფერი რაც არის რა. ანუ თელი ცხოვრებაო რაც საითაც მივდიოდიო, აი რო ავიხდინეო კარჩი მივხვდი რომ აი მერე არის რა და მერე ანუ არაფერი არ არისო და ამას ვერ აუხსნი ადამიანსო რომელიც ჯერ ამ გზაზე დგასო ანუ მთელი გულით გისურვებთო ყველასო რომ ყველა ეგოცნება აიხდინოთო მაგრამ სამწუხარო რეალობა გელოდებათ მე მიხვდებითო რომ არაფერს მაგას აზრი არ აქვს და ეგ სიცარიელეს ვერ ავსვს ანუ უფრო მეტი სიცარიელე იჩთებაო აი შე რასაც ამბობ ზუსტად იგივე შეგრძნების დონეზე რა მეც მეტნაკლებად შეიძლება ყველა კიდე ერთხელ ვიძახი ინდივიდუალური რაღაცა ექსპერიენსია ორივესი რა და პრიზმა სამყაროს აღქმის მაგრამ მეც მესმის რა ანუ მეც მქონდა ეგ რომ ნაგულავებიც მაქვს თავის დროს მეტნაკლებად იქიდან რეალიებიდან გამომდინარე ეხლაც რაღაცას ჩემ გულაობასაც ვეძახი იმას არ ვიკლებ მაგრამ ანუ ასაკთან ერთად იმიტომ გავამახვილე ყურადღებას და რაღაცა სხვა ფიქრები მოგდის რა ეგოა ხუიოზნაით რა არის ალბათ ეგოც გიშვება რომ რაღაცა გინდა დატოვო და აკეთო ღირებული რა და ეს ეგოისტური ღირებულება კაროჩე აი მარტო დღეს ვიგულავე ვისიამოვნე გადადის სხვა პლანზე ანუ რაღაცა მეც დამიფიქსირებ შეიძლება მე ხა აი ამ პოდკასტში ვაკეთებ ამ ინტეგრაციას რა ჩემი ამ ეგოს ამაში ვიფხან რომ მე მგონია ყოველ შემთხვევაში როგორც შენ სპეციფიკაში რომ აი ესეთი პოდკასტებით რა სიტყვაზე დღეს ჩაიწერა ესეთი დიალოგით მე ვქმნი ისეთ მასალას ტვინისთვის მაყურებლის რომ რაღაცა შეიცვალოს ამ პოდკასტებზე ყოფილა ისეთი პოდკასტები რომ დარწმუნებული ვარო ვიღაცის ცხოვრება ძალიან შეცვლილა აი რაღაც 180 გრადუსით რაღაცა რიგი მიზეზების გამო ანუ მე სიტყვაზე აი ერთ-ერთი ოდნავ თავს იმშვიდებ რომ რაღაც ღირებულს აკეთებ მქონია აქ ანუ ეგ ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა მაგრამ სამწუხაროდ ვის როდის დაგვიდგება ანუ შენ უკვე 30 წლის ასაკში მაგაზე ფიქრობ მე 30 წლის ასაკში მაგაზე ნეტა მეფიქრა ესე გეტყვი ანუ მე ეხლა მეწევა და დაჟე ეხა ფორმირდება აი ხო ხედავ ბავშვივით ავინთე რომ ის დავინახე რაც მე ვერ ვქენი ანუ ვერ ვქენი იმიტომ რომ პროსტა არც ჩავთვალე რომ გარისკვა ღირდა და არადა მეც სადღაც მგონია შეიძლება სუბიექტური ავწდები რომ მეც მგონია რომ რაღაცა ჩემი რესურსები სხვაგან რომ მიუმართო ვაი და რაღაცა ვიღაცისთვის ღირებული გავაკეთო რა იგივე რადგან ამ კონტენტის კონტექსტში ვლაპარაკობთ ეს ცხოვრებაში კიდე ყველა თავისებურად აკეთებს ძალიან ასწორებს რა ანუ აი გეუნები ვაფშე სხვანაირ პოდკასტს ველოდებოდი დღეს გულწრფელად გეუნები მინდოდა და კიდე რაღაცებს გავამახვილებ იმ ვიდეოებზე იმიტომ რომ თვლი რომ იმსახურებს მეტლაპარაკს რა მაგრამ ვაფშე სხვაგან წაიღო ჩემი შინაგანა დამოკიდებულება რისთვისაც მადლობა ანუ რაღაც დღეს ჩათვალე რომ კიდე ერთი ტიპი რომელიც ითვლება რომ ასე თუ ისე ბებერი იუთუბერია რაღაცა თავი ქუჩი აქვს თუ რაღაცეები მასში რაღაცა ბავშვი ახლა წამოახტუნე რა რომელსაც აი სადღაც უკვე პლედი ეფარა ესე და ყველაფერი კომფორტ ზონაში ქონდა მაგრამ მაგრად აი თუ იმედი მაქვს რომ ეს გადამდებია და ზუსტად ვიცი რომ ეს გადამდებია მინდა
სვანეთის თემაზე რაღაცეები ვთქვათ, იმიტომ რომ ის კონკრეტული ასპექტიც რაც ხა ვინც არიცით რა იმ თის კადრი და რაღაცეები ცალკე მინდა მაგაზე გავამახვილოთ. მანამდე სპონსორიც ნახსენები იყო, ჩემი მეგობარი კომპანიაც ბარე მინდა ვახსენო. თანხებს საუბრობთ ხოლმე თანხებზე, ხო? ფული ხანდახან რო საჭირო არის, ხანდახან რო ზოგადად ცხოვრებაში საჭირო რამე არის ფული. არ უნდა გადაყვე, მაგრამ საჭირო არის, ხო და თუ შემთხვევით თქვენც აი ამ ეტაპზე ხართ რა, რომ აი კონტენტ კრეატორობას გეგმავთ. სიტყვაზე ერთ-ერთი თქვენი გეგმა ესეთია, რომ რაღაც აი GoPro ახსენა, ხო? მე ჩემი GoPro გავიხსენ ესე შენ. რაღაცა დღეს მეტი საშუალებაა აი კამერების. გინდათ იყიდოთ და პატარა ფული გჭირდება და ონლაინ სესხი იფიქრეთ. მერტო ჩემო რა დამთხევა. თქვენ ესე იგი რაღაც არსებობს ეს ვიდეო რო ჩართეთ. Eurocredit.gym ძალიან ლოიალურ პირობებში გასაგებ ენაზე ზედმეტი რაღაც ფანფუნ ფრაზების გარეშე აგიხსნიან რა როგორ გააკეთეთ სესხი მეგობრებო. იყიდეთ აპარატურა და ეცადეთ მინიმუმ ეცადეთ გიოსნაირი ვიდეოები გადაიღოთ. ჩემნაირი ვიდეოებს დავეგარებთ. გიოსნაირი ვიდეოები ეცადეთ გადაიღოთ. თუ სხვა რამე გეგმა გაქვთ რაღაცა მანქანის ნაწილი ეგ მნიშვნელობა არ აქვს. თანხა თუ გჭირდებათ ერთი სიტყვით აღწერაში არის მიწერეთ დანარჩენს დაგაკვალიანებენ. შენ ახლა კონტენტს უყურებ და პატარა ჭრას გავაკეთებ Patreon-ის შესახებ და უცებებ დაგაბრუნებ იქ სადაც იყავ. უცებებ დაგაბრუნებ. გეტყვი რა არის Patreon-ი? Patreon-ი არის ცალკე პლატფორმა, სადაც შენ შეგიძლია შენ საყვარელ კონტენტ მეიკერს ფინანსურად დაუდგე გვერდში. Subscription-ის ყიდვით, რომელიც $5 ღირს და როცა გინდა გააუქმებ. მაგრამ ეს უბრალოდ გაქნეული ფული არ არის და გაქნეული ხარდაჭერა და ასე შემდეგ. შენთვის ექსკლუზიურად მე Patreon-ზე ვაკეთებ კონტენტს. პირველი გეტყვი რომ არასერიოზული პოდკასტის აუდიო ვერსიები მხოლოდ მანდ იქნება. ასევე არის კინორჩევები, ანიმე რჩევები, სერიალი რჩევები, Night Talk-ის ლაივები იქ გადაბარგდა. ასევე არის გათამაშებები და რაც მთავარია სერიალის კონტენტი, making of-ი დაიდება იქ. თუ შენ სურვილი გაქვს, იქ გახდე ჩემი თანაღერძელი და ამ სიმბოლური თანხით ხარდაჭერა გამიწიო მე ფინანსურად კონტენტის კეთებაში და არა მარტო ოჯახის რჩენაში მე შენ მადლობელი დაგჭე. გოდიში რომ ეს დრო წაგართვი, ახლა კი დაუბრუნდი იმ შვენების ყურებას, რასაც ჩემი გაკეთებული კონტენტი ქვია. გაგოცე კისერში. წეგან კადრს მიღმა სანამ კამერებს ტვირთავდი, კითხე იმ ტიპს არ იცნობდი თქვა, ანუ საუბარია იმ ალპინისტზე. სახელი გვარვაი ნიკო ფალიანი, რომელიც კიდე მთელი გულით ვიზიარებ ოჯახის წუხარებას. მე ამბიც არ ვიცნობდი, ჩემი მეგობრების მეგობარი იყო და მხოლოდ მსმენია რაოდენ საოცარი პიროვნება იყო თავისი საქმით, ადამიანობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინც არიცით, ეხლა ხას მოხდა ტრაგედია უშბაზე ასვლის დროს. ეს ადამიანი რაღაც მოწყდა იქ რაღაცა ჩამოწყდა თუ არ ვიცი, მოკლედ ერთი სიტყვით ეს ადამიანი გარდაიცვალა და აი ეს კადრები შემთხვევით, ვინც ნახეთ გიოს ვიდეო, გიომ შემთხვევით დააფიქსირა. ანუ ეს არის ჩამოვარდნის კადრები არა, ბოლო ექსპედიციის. ეს არის ულამაზესი კადრები, ჯერ ანუ გეტყვით რომ საოცარი გადაღებულია, როგორი ტაიმლეფსია და როგორი ცადა ყველაფერი, მაგრამ ემოციურად ეს კადრები არის რაღაცა დარჩა, ვაფშე ისტორიულად დარჩა რა. მომიყევი აი ეგ ამბავი შენამდე როგორ მოვიდა რა. მოკლედ, ჯერ მე რაზეც უდიდესი ემოციით არ დავით ჩემ ვიდეოშიც თქვი ეგ და ის რომ ანუ რა იყო საერთოდ მაგის ალბათობა რომ იქ ფიჭო აბა და ნახეთ ანუ მაგ ვიდეოში ვამბობ რომ უშკულიდან მივდიოდი იმაზე უხვირის ტბაზე. იქ ვაპირებდი ამის გადაღებას ამ galaktikis, იმიტომ რომ ტბაზე მინდა რომ მიხვედი და არ მოგეწონა ხო თუ რაღაცა. რომ აი რეკლამა მან დამაღამდა და შემეშინდა ხა იქ მარტო რა ვიცი, ანუ ის შიშმა იმას მაგდა მეთქი წავიდეთ რა და ანუ მოკლედ რაღაცები ხო შეიძლება და სხვანაირ იქ გადამეღო ან რაღაცა სხვა მომხდარიყო, საბურამას დაალაგდა ისე რომ რამდენიმე საათს საბურამას იმაში დავკარგე მე იქ სანამ სვანუ კოშკზე ავიდოდი ის ვერ შეთანხმდა და ჯერ ანსამბლი გადავიღე მე სვანა ბევრი რაღაც გადანაცვლებები იყო იმიტომ რომ დავგეგმავი ტრიპი იყო რა მაინც და მაინც იმ ღამეს იქაც არ ვიყერდი ახლა სამთაზე სადაც ავედი იმიტომ რომ მეშინოდა რა რაღაცა და მე იქ რომ მითხეს აი მანქანით აგიყვანთ და დაქტოვებთ რაღაცა აი ეგ იდეაც სპონტანურად მოხდა იმიტომ რომ ვლაპარაკობდი მინდა galaktikis გადაღებინე საერთოდ ადგილი არის აი აქ ეს შეგვიძლია მაქსიმუმად და მანქანით ისა და გადაიღე და მე კიდევ ჩამოგიყოთ უკან რა და მეთქი მაგაზეც ფიქრობდი და ნუ კაი ბოლო დავთანხმდი რომ იარაღის თხოვებაზეც წავიდა იქ ლაპარაკი და всё მეთქი უკვე დაზღვეული ვარ თუ რაღაცა ბოლო რა და სრულიად საერთოდ ხო არ ვიცოდი მე რომ იქ იმ ღამეს რა მეხდებოდა
არ ვიცოდი, იმიტომ რომ არ იყო ეგ დაანონსებული რაღაცა ლაშქრობა. ხო, ადამიანებმა გადაწყვეტა რაღაცა და ანუ ზუსტად აი კამერაშიც ანუ ზუსტად აი ესე მიყენია კამერა რომ პირდაპირ უშვა უნდა ყოფილიყო ზუსტად ცენტრში რა, გავასწორე კამერა თან იმ ღამეს ეს კამერა დავდე რამდენიმე კადრი ხორი გალაქტიკა. ჯერ ესე მიდიოს, მე ესე მიდიოს და თითო დადებაზე 2-3 საათი ტოვებდი იქ რა და მაინც იმ მომენტში ხო შემოვა ჯერ ეს გადამეღო. მე ის გადამეღო. აბსოლუტურად ყველაფერზე დავაგდა რომ ეს იმ მომენტში როცა მათ ასვლა დაიწყეს, აი ხაც ფანრები ხო აი ხალხო საოცარი კადრია ჩართეთ გიოს ვიდეო, იქ არის მომენტი ეს ფანრებს ხედავთ რა ექსპედიციის ეს ფანრები ამ თაზე როგორ მიდიან ულამაზესი კადრია. და რო ზუსტად იქ ზუსტად ბაიც 5 თუ 4 კადრი და ბაიც ეს კადრი ბაიც ბაში როცა მათ ასვლა დაიწყეს. და მოხდა ეგ ამბავი რა. მე საერთოდ არც ვიცოდი ეგ, იმიტომ რომ ეს არის ფოტოები გადაღებული, მე ხვდები, ანუ ფოტოებით ვიღებ და მე ეწყობა ამ ფოტოებით ვიდეო. და მე ამ ფოტოებს სათითაოდ მაგ ფოტოები დამუშავებული რა, ეგ ფერების კორექცია, იქ რაღაცა ჭრილის და ამანათი ის დაუწე ეს დავხატებ. საერთოდ მაგაკეთებული ყველა ფოტო და ანუ ამ ფოტოების დამუშავების პროცესში ვერ ნახულობ იმას, იმიტომ რომ ამას ნახულობ როცა უკვე ვიდეოდ გადაიქცევა, იმიტომ რომ ფოტოში ერთი გაშაშებული ნათებაა და ხა ამდენ ვარსკვლავში. ვერ ხვდები ხო, ხა უშბარს მქონდა მოზომული, იმიტომ რომ ხედავ მომწონს საერთო ფოტო და არ ვაკვირდები ხა იქ რა ხდება, მიხვდი? ხო და მე ესო გადაება ვიდეოზე ვერ მივხვდი, მაგრამ არ დავკვირვები ვარ, მიხვდი რომ უყურებ გალაქტიკას, რომ ეგ იყო მიზანი ჩემი გალაქტიკის და მომწონს და იგი იქით მიდის ჩემი თვალები, მიხვდი და ვიდეო რომ დავდე რამდენიმე საათში მომწერა ჩემო მეგობარმა თორნიკემ გითხრა? თორნის სეხნიაში. სეხნიკამ, ხო, სეხნიკამ მითხრა ზუსტ ჩემ სერიალის ოპერატორია. ხო, და სეხნიკამ მითხრა ეგ ამბავი ზუსტად. ხო, და წერს რომ გიო ნიკოს ასვლა გადაგიღიაო და მეთქი რა ნიკოს ვერ მივხვდი საერთოდ რა მე მეთქი როგორ ანუ და იქიდან რომ ჩამოვედი იმ ადგილიდან რომ გადავიღე ხო ჩავედი მე უკვე ქვევით სადაც ინტერნეტი იჭერდა უკვე და რაღაც შევედი ნახე კაკრას ეგამე რომ წინა ღამით უშბაზე გარდაიცვალა ესე და ანუ თავს არ დამცემიყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ მქონდა მაგ ბიჭის ვიდეოები ნახის რეალის და ანუ აი ხო ხდები რა ადამიანი ხო მივხვდი ვიზა იყო რა ადამიანი ხო ხდები ანუ რო აი ტიპი ქმნის რაღაც სასწაულს თავის პროფესიაში თავის საქმით მოკლედ აღარ უნდა მაგაზე ლაპარაკი ცხადია ყველაფერი ხო და გავიგე და ისიც გავიგე რომ უშბაზე მოხდა ეგ ამბავი და მე წარმოვიდგინე და ეგრევე უცებ ტვინში არ ხო თან მით უმეტეს ბევრს ფიქრობ ყველაფერს და აი ეს რო გავიგე რომ წინა ღამით თუ მეთქი წინა ღამე ხო იქ ვიყავი და ის უშბაზე იყო და ესე იგი ჩემ კადრში ჩანს და მაგას ვიდეოში ვამბობ რომ ჩემს კადრში ჩანს მეთქი. ოღონდ ამას კი არ გულისხმობ რომ პირდაპირ ჩანს. ეგ ვიდეოში რაც არის, ეგ ვამბობ რომ უბრალოდ ჩემმა კამერა დააფიქსირეს მეტაფორულად სიმბოლურად, რომ ესე იგი ის ადამიანი იქ იყო და უბრალოდ ჩემს კადრში სადღაც ალბათ არ ჩანს, მაგრამ არის. ვიზუალურად ჩანს, ხო? და ტიპმა რომ მომწერა სეხნიკა რომ ჩანსო ხო რა გადამეთქი, ხო მეთქი თავიდან ფიქრობ მეთქი ხო მეთქი კი ჩანს რომ ტრაგედია რაღაცა. არა, იმენა ჩანსო და რომ მოვზუმე კადრი აუ ძმა, ეხაც ბუზლავს რა. წარმოიდგინე, ესე იგი, ეს იყო რაღაცა სრულიად გაუთვალე და დაუგეგმავი რაღაცა ისტორიული რაღაცა სვლელობა ტრაგიკული, რომელიც გადავიღე ისე რომ საერთოდ არც ვიცოდი ამას თუ ვიღებდი, მიხვდი, ანუ იმ ღამეს, ეხა მხატვრულად რა ვთქვა, იმ ღამეს ყველას ეძინა, ხოლო ჩვენ გვეღვიძა და მე მის გარდაცვალებას არ ბოლოკარის ექსპედიციას ვიღებდი. ანუ აი ამის გააზრება, გადახარშვა ყოფილი, ანუ მithumedes ადამიანი რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობს და ცოტა იმაშობა, იყო ძალიან ემოციური რაღაცა რა, ანუ რომ ვერც კი წარმოვიდგინე რა გავაკეთე და მე ფიქრობდი რომ მეთქი ეს კადრები, ანუ უნდა გამოჩნდეს, არ უნდა გამოჩნდეს, ოჯახი როგორ იმასაც და მე მის ნიკოს დამაც მამაც მომწერა რომ ანუ რომ აი რა სამადლობელო ეს არის, მაგრამ ანუ რომ აი დარჩება ეს ცალკე მოუჭერი აუტვირთე და გავუგზავნე ცალკე აუტვირთე რომ მეთქი აი გქონდეთ რომ ანუ ხო ხტებით მაინც ახლა მე რო ხა ვერ ფაგოშოროს და ჩემი ვინმე ახლობელი ეგრე მოხდა და მე მის უკანასკნელად აუცილებლად შევინახავდი სამუდამოდ ხო ხტები და აი ესე ვიფიქრე რომ მეთქი იქნებ და მოუჭერი აუტვირთე გავუგზავნე და მე თვითონაც დადონიკოს და ამ ვიდეო იმიტომ რომ ხო ხტები ხა ის რაღაც რამხელა რაღაცაა რა ისე რომ ვერც კი ვაპასებ ჯერ რამხელა რაღაცა მაგრამ რეალურად ისტორიული რაღაცაა ხო და ეგრე მოხდა სრულიად შემთხვევით ეგ რაღაცა ამბავი რომელიც და წარმოიდგინე და მე კომენტარში ძალიან ბევრი წერდა რომ ანუ ეს რაღაცა არ არის დამთხევა ეს არის რაღაცა სამყაროს რაღაც დიდია და ვერც ვახსნე ხარ რას ნიშნავს ეგ მაგრამ რაღაცა ასე იგი ალბათ იქ უნდა ყოფილიყავი რომ ეს რაღაცა შემორჩენოდა ისტორია თუ რაღაცა ესეთი კომენტარებიც იყო რაღაც ესეთი საინტერესო ახსნები მოკლედ ამის მაგრამ რა არის როგორ არის ეგ მე არ ვიცი და არც არ ვამბობ მაგრამ მინდა დავიჯერო არაფერი ტყუილად არ ხდება ხო აი რაღაც ეგ არის ალბათ არ ვიცი რა არის ვერს ვერ თან ეგ რიგი მიზეზები ხარ ჩამოთვალე რომ ხელი შემშელები ესე დაავაგდა როგორ აი რანაირად ხო და ნუ აი რაღაცა ისეთი ამბავი რა
ვახ, ვისაც არ გინახავთ, კიდე ერთხელ გეუბნებით, ეჭვმეპარება ჩემ არხზე ხა ვინმე ისეთი იყო სიტყვაზე, ვისაც ეს ვიდეო არ უნახავს. კონტექსტიდან რომ ამოვიღოთ, თუნდაც ეს ამბავი როგორ ზე გადავწიოთ. სანახავი ვიდეოა ვთვლი, იმიტომ რომ რაღაცა სხვა ახალ სუნთქვას ნახავთ ქართული YouTube-ის, მაგრამ თან კიდე ერთხელ გეუბნებით, ეს კადრები, რომელიც იქ არის, ну იმის გარდა რომ ისტორიას და ოჯახისთვის და პეურისთვის და რაღაცა უბრალოდ რაღაცა საოცრად დაალაგდა რა. ყველა კარტი ისე დარიგდა, რომ გიომ შეძლო საოცარი რაღაცის გაკეთება. ასე რომ არ გამაზოთ ეგ ვიდეო, აუცილებლად ეხა აღწერაშიც განმათავსებ, YouTube-ზე მარტივია ყველაფრის მოძებნა, ასე რომ შეგიძლიათ მასკრათ რა გაჩეკოთ. მაგის წინა ვიდეოზეც კითხავ ერთ რაღაცას. მე მახსოვს ადრე რაღაც ამანქანას უქნეს, დალეწეს თუ რაღაცა. მაგიტო ჩაშალე პონტი? არა. აბა? ეგ აქციების დროს იყო რაღაცა მანქანა დახვდა ვიდეო მახსოვს რა გატეხილი. ეგ მერე იყო. ეს ევროტური მანამდე იყო. ტური მანამდე იყო. რომ ჩამოვედით, მერე მოხდა ეგ ამბავი რა. ეგ ეხა ხო კარგათაა მანქანა. ხო, ავაწყეთ ერთი პანჯარაა, უბრალოდ არ შველის პანჯარას არაფერი, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული ისეთი სხვანაირი პანჯარა. ინიბოროტა მაგის არასწორი, რატო უნდა ქნა ბიჭო. ძალიან იყო. ხო, ანუ საბურავები ყველა შუშა და რაღაცა, მაგრამ ნუ ეგეთ რაღაცებს მანდაც ახლა მაგიტოგორეთ ვერ ვარ რომ ანუ ყველაფერი ეგეთ სულს ზოგადად უყურებ რომ აი დაიკიდე რა, ანუ არ მისე ის მაგეთ რაღაცებს იმის ის რომ შენში ცუდად იმოქმედებდი, ანუ ეხლა დღეს რომ უყურებ ეგ ხო წარსულიდან ერთი უბრალოდ ცუდი დღე იყოს, მორჩა ხო ხტები ანუ ხო, ბრძნული პოსტფაქტუმ ანალიზია. ხო, იმიტომ რომ ეგ სხვათა შორის ძალიან მიხმარება, ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეფასებაში და სწორად რაღაცების გამკლავებაში მიხვდი, რომ ანუ არ იდარტო, ანუ ხო და ავარიაში მოყევი და დავიკიდე მიხვდი, ანუ იმიტომ რომ ანუ არც მახსოვს ეხლა ის დღე. არის რაღაცეები, რასაც ფიზიკურად ვერ შეცვლი. აზრი არ აქვს. და დარც აზრი არ აქვს. ხანდახან მიღება და გაშვება აუცილებელია, მაგრამ ამის ტარება გეთანხმება, ისეთი პონტი არის. ანუ ქრონოლოგია ესე იყო. ჯერ იყო ტურნე, უყურე ძალიან გული დამწყდა რა. თორე მე მახსოვს ჩემი პირველი ტურნეს ემოციები, ანუ აი როგორ გავდიო და ახლობთ ეგ მარშრუტი მქონდა მეც რაღაცა 14000 გავაკეთეთ და ნუ აი ვაფშე ეს ემოციები და წარმოვიდგინე რომ მე რომ მომსლოდა მე ვთქვი რა. ანუ მე მესამე დღეს დავილეწე მაგალითად გავფრინდით რა, ანუ თან რუმინეთის რაღაცა საზღვარზე ბულგარეთიდან გადავდიოდი და აი რო წამოვაყენე მოტორო დაიქოქან მახსოვს როგორ მომეშვა და ნუ გავაგზელეთ. ანუ ალბათ მაგრად გაგიტყდებოდა. თანახი რა იყო ეგ $4000 რომ დაგეცემა თუ აი მაგას რო თავიდან ემოციურად იყო ეგ მინა პიზდეცი პირდაპირ ვთქვა რა რომ ანუ ეგ ევროტური უნდა ყოფილიყო იდეაში ის რაც ეხლა ხდება ჩემს თავს ხო სტარტი რა მაგით მინდოდა დაწყება მანამდე სანამ მაგ ევროტურს დავიწყებდი ერთი წელი აქვს არ ვდებდი ის ერთი წელი იყო აი მეთქი ცოტა ხანი არ გამოჩნდეთ და მეთქი ბუმ დაიწყო რაღაცა ჩემ თავთან ეგრევე ვიყავი და ეგ ერთი წელი წინა დაიკარგა, მაქედან მერე კიდე ორი წელი დაიკარგა. იმიტომ რომ ეგ ამბავი რომ მოხდა, რომ ეს ვიცოდი რომ ეს ჩემი ოცნები და ყველაფერი ვქენი არც მაშინ არ ავიღე ქორწილი ჯოშნები რომ მეთქი ვიმოგზაურდა ეს რაღაც ამბები ფიქრები და ბუმ დაინძრა ყველაფერს, ანუ არ გამოვიდა, ჩავარდა და შეო დეპრესია იყო როგორ იცი, აი საშინელი რა, იმიტომ რომ რატო პროსტა დამუშავე არაფერს ვერ მიქნია, არაფერი ისე და ანუ არ გამოვიდა. და გავიდა მერე მაქედან მაგის მერე დრო ფიქრობდი რომ ანუ რა ხა ანუ მუხტი დამივარდა, მე ხტი ხა რა უნდა ვქნა, ანუ კიდე თავიდან ხო არ წავალთ, მერე ზამთარი მოვიდა პერიოდი ჩაჯექის სახში ხარ შენ ფიქრებში ხარ ოდესმე ალბათ დადგება რომ დაიწყო და 3 წელი წავიდა მაგაში რა მეხტი რომ თითქოს ერთი რაღაც ერთთვიანი რაღაცა ცუდი ტრიპი იყო მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი რამე წაიღო მე მაგარა და ანუ აი მაგაში დამჭირდა დრო რომ ეგ გადამეხაშა რომ მეთქი ანუ არა უშავ შეშვა ეგეც ერთ-ერთი წარსული ამბავი და ანუ აი და კაკარას მაგ მომენტში დაემთხვა სალი რომ ებაზრა რომ ანუ დაიკიდე და დავაი ეგ ვიდეო პირიქით დადე და მოყევი რა რასაც ჩვენ გვიყვები და აი შენ გულში რაც არის ანუ ამოიღე და წაიღებს ეგ თავის სევდას თქო და მოგეშვებაო რა და მართლა რა ეგ ვიდეო დავდეთ ო აფშე აღარც მახსოვს რომ ეგ და არის უბრალოდ ერთ-ერთი დაჟე კაი მოგონება უკვე რომ აი მოხდა რა რა ვქნათ აი ეგეთი იყო რა იყო ჩემ ერთ-ერთი დიდი ოცნება აი ბავშვობიდან აი მე ტუის ბურღავდი რომ მეთქი სახმაკანი და ვიმოგზაურე შორში სადმე შორს რა მაქანა საყვარელ გოგოსთან ერთად რაღაცა და ნუ აროჩე რა აღმოჩნდა რომ პირიქით რაღაცა ეგეთი ნიჩიოდ მაგრამ არაფერი ხდება ტყუილად ხوار გაგწურე სპონსორებმა
ბიჭო ანუ რაღაცა ყველა ხერა მოხდა ანუ ხო ეგეც ხო იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მქონდა აღებული იქ სპონსორი ხო მიზეზიც გასა გაფუჭდა ხო რა მაგრამ ეხა ეგ როგორ გინდა ნახე ჩემი დანაშაულის ხო რომ ვერ გავაგებინე სპონსორებს რა მჭირდა მეხდი მაგრამ მაგას ვერც გავაგებინებდი ისეთ მდგომარეობაში ვიყავი რა ეხა ჩამოვედით ევროტურის მიერ და მომცე შანსი რომ ეხლა გააკეთე რაღაცეები რა ანუ ეხლა ავანაზღაუროთ ეხლა იმას ვქნათ იმოგზაურე და რაღაცა და ცადე გადავიღე წავედი გადასახებად გადავიღე მაგრამ ვერ დავამონტაჟე მე იმიტომ რომ აი რა მჭირდა ეს მონტაჟი დროს ანუ ეს ვამონტაჟები მას რაც აი შინაგანად თქონდა დანძრეული მოკლედ რა ანუ არ შემეძლო იმის გაკეთება რომ აი იცი რა იმის გამო რა სპონსორი შევინარჩუნო და ის მოსახსნელი არ გამიხდეს მანქანიდან აი ეს უნდა გავაკეთო და არ მომწონს ასე თუ აკეთება არ არის ჩემი მაგრამ თუ გავაკეთო იმიტომ რომ აი მეთქი მაგის დედაც ვატირე რა იმიტომ და ვერ ვპასუხობდი რომ წერდა იმიტომ რომ აი რა უნდა უპასუხო ტიპს რა ანუ აი რა ხდებოდა იცი აი რო ავხსნა ვერ ავხსნე ფიზიკურად რა უბრალოდ იყო დიდი ქაოსი ჩემ თავში და მაგან გამოიწვია რომ ვერ უპასუხე მე ეს და მე ბოლო მოხსენით და უბრუნე უკანის ელექტროობა რაც იყო მანქანის რაღაცა და ნუ არაუშავს რა ეხლა მინდა რომ აი ეს რაც მოხდა ერთი თვის ჩემს ცხოვრებაში რომ აი დავიწყე მინდა რომ სრულიად სუფთა ახალი ფურცლი დაწყებ ყველანაირი მწარსული ფიქრების გარშე არა იმ ელექტროობასაც ვიშოვი კიდე მოხდა მანქანასაც მოხდა სპონსორების გამო ყველაფერი მაგრად იქნება რა ანუ თავარი რომ აი ეხლა ამ სტარტზე მინდა რომ სრულიად სუფთა იყოს როგორც ჩემი არხი როგორც მე როგორც ყველა ფიქრი ჩემი ტვინი გონება და ანუ ნოლიდან დავაი შევბეროთ რა ყველაფერი მაგრამ იქნება რა всё აი ეგ არის მიდგომა ეხლა რა ხვდები რა თელიგული ძმაო თელიგული ყველა შენი გეგმა ახდეს გავიდეთ გემრიელი დესერტის ამბავში ბოლოს არის რჩევები ხოლმე მაგრამ სანამ გავალთ რადგან თან overthinking-ით დაკავებული კაცი ხარ ჩემი ძირძველი მეგობარი კომპანია ეს არის შამანი რომელიც რა ჩავამატე მეგობრებო აი ამ ლამაზ lightbox ველოდებოდით შუქი ძალიან ჭყიტინებდა ეხა მარეგულირებელი გავუკეთე და ჩაემატა არსად არ გამქრალა შემთხვევით ხო არის ესენი რეებია სოკოს დანამატები შენ ხარ ჩემი ბატონი ეს არის სუპერფუდი რომელიც ბაზირებს ანუ მარტო სოკო არის მეტი არაფერი არის წვეთები არის რაღაცა აბები არის ფხვნილი მაგრამ ნუ მე წვეთები მევასება აი შენ რო თქვი ხა იმიტომ ავიღე ამანიტა რა ეს არის რა გითხრა ძმაო აი მეორე წელია უკვე ჩემი ცხოვრება რო შეიცვალა ბევრი კარგისკენ რიგი მიზეზები დაუკავშირდა ამას ეს არის პროდუქტი, რომელზეც მე გაგებული მქონდა თავის დროს UFC-ის ჩემპიონები როსავდნენ ჯო როგანის პოდკასტში ვნახე 2016 წელს, მაგრამ საქართველოში წვდომა არ იყო, გამოწერა ძალიან ძვირი იყო და 2-3 წლის წინ შემოვიდა ეს კომპანია, რომელმაც დაარსა, ქართული აქვეა სრული ციკლი, ყველაფერი აქ იწარმოება, სუპერფუდია, დანამატი, ყოვლად სუფთა, აი რავი, ნიყვირო ჭამბო რა, ეგ პონტი არის. არაფერ შუაში ფსილოციბინებთან და რაღაცებთან, ანუ ვაფშე საერთოდ სხვა ამბავია. ვისაც ეს პოდკასტი არ გინახავთ, დაახლოებით 1-5 პოდკასტის უკან, ყველაზე რეკორდულად დიდი პოდკასტი ჩემი დაიდო ამ თემაზე, ამის დამაარსებელი ნიკოლოზი მყავდა, რომელიც გურუა ამ თემაში და ჩავშალეთ რა როგორ და ერთ-ერთი აი ყველაზე თვლი რომ საინტერესო პოდკასტია, რაც ამ არხზე გაკეთებულა. ხო და ვის რა გვაწუხებს გააჩნია რა. არის რავი, კუჭის მოქმედებიდან დაწყებული ხო ხდები იმუნიტეტი, რაღაც დილით მოხოდვა, ანუ ალფა ბლენდი მე დილით ვიღებ რო კონცენტრაცია, მეხსიერება, ასე შემდეგ. ნუ ბევრი საოცრებებია რა, ონკოპროტექტორულია ყველა თან ონკოლოგიურ თემებშიც მაგრა ეხმარება, მაგრამ კონკრეტულად აი ჯიგარი ამანიტა. ეს არის ცალკე ჯიში რა, ანუ გვარივით არის და არის რაღაც ამანიტა რაღაც, ეს არის ამანიტა მუსკარი. აი კაგრას ეგეთი ისინი როცა გაქვს რა თავში ფიქრები, მენტალურად დაალაგება გჭირდება, ეს აკეთებს საოცრებებს. ეს არის ანუ ნუ აი მართლა გეუბნები, პროსტა წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს. გარდა იმისა, რომ ნარკოტიკის გადაგდება ვისაც უნდა ტიპებს როგორ უშველა ვერ აგიხსნა, რა გერაინზე შემჯდარი ჩამპალი ტიპები რო იყვნენ, ტიპებს ყველაფერი გადააგდებინა, ოღონდ უნდა გინდოდეს, ამისთვის მზად უნდა იყოს. თუ მზად არ ხარ, გინდა წყალი დაგილევია, გინდა ეს დაგილევია, არაფერი ის არა, აზრი არა აქვს. რა თუ მაინც მე კიდე ჩხერაობდა, ეწევიდა რა, აზრი არა. მაგრამ თუ შენ რაღაცა მზაობა გაგაჩნია ცვლილებების, გინდა რომ ტვინი დაგილაგდეს, გინდა რომ რაღაცა ფიქრები მარტივად მიიღო, თაროზე კი არ შემოდო პრობლემა. მიიღო, უცებ გაიაზრო, გაუშვა. ნაკლები ენერგია დახარჯო, სუ ტონუსში იყო, ეს არის გენიალური პროდუქტი. ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, აღწერაში ლინკი რა თქმა უნდა არის, მიწერეთ, დაეკონტაქტეთ, პროფესიონალი დაგელაპარაკებათ. კიდე ერთხელ ხას უსვამ, შეიძლება გითხრას რომ არც გჭირდებაო, იმიტომ რომ იქ არის სპეციალური კითხვარი, რომელიც უნდა გაიარო, მიხვდნენ რამდენად მზაობა გაქვს, რა მიგიღია, რა არ მიგიღია, როგორ მიგიღია, შეიძლება გითხრან, წადი შვილო, ასპირინი დალიო, არ გინდაო. მაგრამ თუ რაღაცა არის და
ამისთვის შესაბამისი სოკუ არსებობს, იცოდეთ რომ ძალიან დიდ გზას შეუდგებით რაღაცა ბიოჰაკინგის რა საკუთარი ორგანიზმის, ნეირონების რაღაცეების და სხვა ლეველზე გადასვლის ჯანმრთელობის. ასე რომ ამას გისურვებ თელი სულ. ძალიან საოცარი პროდუქტი არის. დესერტი არის რჩევები, სამ-სამი ხოლმე რა. ეს არის ან ფილმი, ან წიგნი, ან რავი, ვიდეო, ან სერიალი, რაც გინდა, რაზეც შენ თვლი რომ აი მაყურებელმა დრო რო დახარჯოს, მინიმუმ ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს, მაქსიმუმ კიდე რაღაც შემეცნებასაც მიიღებს. რიგრიგობით ვამბობთ, შენ ესე იტყვი, მე ამას ვაკეთებ, აქ აფიშა ნათდება. მე მაქვს ფილმები, მე მგონი, თუ სერიალის რაღაცეები მაქვს. დაიწყე. უყურე კიდე ერთხელ გეუბნები, რამდენი პოდკასტი იყო ხო ხვდები? აქ უკვე ის პონტი აღარა გამეორება ცოდნის დედაა რა, თუ რაღაცა შენთვის მნიშვნელოვანია და თვლი რომ ღირს ნახვად, დაეხუთა ჩემ ყოფილი. რაღაცა ეგეთი უნდა იყოს, რომ უყუროს და მოქმედება შეიძლება. შეიძლება იყოს, რავი, აი ყოფილა რა ყოფილა გეტყვი. ფილმებია ხოლმე ძირითადად. მეორე ადგილზე სერიალებს დავაყენებდი, წიგნებია მესამე ადგილზე ხოლმე. ყოფილა ვიდეო რგოლების რჩევები, არხები, აი ამ არხს გაეცანით, მუსიკალური შემოქმედება, ალბომი დაუტოვებია ვიღაცას, აი ამას მოусმინეთ ასწორებს. ანუ ვის რა ქანდაკება ნახეთ რა, ვის რა უსწორდება, ხო ხვდები? მე ძირითადად პროსტე კინომანი ვარ, გარეკილი და ანიმეშნიკი, ანიმეები კიდე. და ამიტომაც მე მგონი ანიმეებიც მაქვს. შენ რაც გაგისწორდება, ან ცხოვრების მანძილზე რაღაც ფილმები გიყვარს, ან სერიალები, ან წიგნი ან რაღაცა. პრობლემა ისაა, რომ ვერაფრის სახელს და იმას ვერ ვიმახსოვრებ. შენ სიუჟეტით შეიძლება მოგეწია, მე პოსტფაქტუმ იმას ვიზავთ და ამოვანათებთ, რომ ვიპოვებიტყვი, ამოვანათებთ და მე ვიკონტაქტებთ და მოვძებთ რა. აი, მაშინ უნდა დავფიქრდე. გინდა მე დავიწყებ მანამდე. მიდი აბა. Так, გავხსნათ ჩვენი სკრინების ნაკრები. Так, რაღაცები ჩავყარე, ხო? ეს არის უკვე მე-100 სერია ალბათ. ეს ხო არ ნახე. ბოლო. Final Destination. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრილერი იყო. ეს არის ფილმი, როდესაც ტიპებს მთავარ პერსონაჟს ელანდება, რომ ვიღაცა მოკვდება, ანუ ესე იწყება ხოლმე პირველი სერია, მე მგონი ესეთი რომ გოგონა არ ჯდება თვითფრინავში, იმიტომ რომ სიზმარში ნახავს, რომ ეს თვითფრინავი დაილეწება, თუ აფეთქდება და ყველა სიკვდილს ხედავს. და მე რო არ ჯდება და ეს რეისი რომ რაღაცა აღარ იღუპება, სიკვდილი დაძდევს, როგორც ფენომენი სიკვდილი და ყველა იმ პერსონაჟს ვინც უნდა მომკვდარიყო კლავს. ეს არის ძველი კლასიკა. არის ბევრი სერია. პირველი ორი სერია იყო ძალიან მაგარი, მე წლები რაღაცა კვერცხობებს უშვებდნენ და ეხა შეკრეს აი ეს ბოლო, რა, რომელმაც რაღაც პონჩი გაამთლიანა მთელი ეს სერიები. ქვია Final Destination Bloodlines. აუ ხალხო, ესეთი ორიგინალური სიკვდილები, ჯერ მარტო მაგიტო რომ გამოშტერდი, მე თქვენ, ამ ფილმებში ყველანაირი სიკვდილის ფორმა მანახეს, რაც კი შეიძლება, მაგრამ ეხლა გამოუშვეს. აი ესეთი, კარგი მსახიობებით, საკაიფო გადაღებული, ასე რომ ჩემი პირველი რჩევა, ვისთან ესეთი ჟანრი გევასებათ, იყოს ეს Final Destination Bloodlines. ჩემი პირველი ეს არის. კაი, მაშინ ჩემი იყოს You ქვია. You რატომ ეცნობა, მოიცა? You. Netflix-ზე არის. და არის ტიპი, ეხლა ვუყურებ და მაგიტო ვარ ეხლა ალბათ ესე იმაში. მაგიტო მოიცა You. Netflix-ის სერიალია, ტიპზე არის, რომელიც ფიქრობს, რომ სიყვარულის გამო ყველაფერი უნდა გააკეთოს საერთოდ. შეიძლება დაგჭირდეს ადამიანის მოკლაც, არაერთი ადამიანის მოკლაც. კი. არ მინახავს. ხო, აი ტიპია, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს სიყვარულისთვის რა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ შეიძლება ის იყოს შენი შეყვარებულის თუ ვინც გიყვარს იმ ადამიანის მეგობრის მოკლაც, იმიტომ რომ ის მეგობარი ამ გოგოს რაღაცას ცოტა ცუდი გზით აყენებს. ოღონდ ეს ცუდი გზა არ არის რაღაცა ისეთია, ანუ აი რაღაც ხალათი და რაღაცა ლაპარაკობ აი ელემენტარულ რაღაცას ამ გოგოში ცუდ ძიწვევს ცხოვრებაში აი რაღაცას დაუშვათ არასწორ რაღაცას. ხო ხა ეგეთი რაღაცა. Ongoing-ია, ჯერ არ დამთავრებულა? არ ვარ ბოლომდე გასული შეება, დასრულებული, მაგრამ ეხლა ვუყურებ. ჩავამატეთ ლისტი მაქვს რა, რასაც იუ, ძალიან საინტერესოა ხო რა და ეს აკეთებს ეგეთ რაღაცებს რა. ოკეი, კაი აპსები არიან. ბიჭო, კი, ძალიან მისწორდება ხო, ვუყურებ ძალიან ის არის, ძალიან საინტერესოა რა. თან ისეთია თხრობითია ყვება ის რაღაცებს, ეს თავისთავად აფასებს პირველ პირში რაღაცები კადრები. ძალიან საინტერესოა რა. სუპერ. დავაი, შენი პირველი იყოს, ესე იგი Netflix-ის სერიალი სახელად შენ, ანუ You. მეც ჩემ ლისტში ჩავამატებ. კაი, ჩემი მეორე. რა ვნახეთ მეორე, რა გვაქვს კაცო. John Wick-ის ფანებო. გევასება John Wick-ი? მე მაგრად მევასება John Wick-ი, აი როგორ იცი რომ ჩემი კი ანუ და ეხა გამოვიდა ეს არის რა გითხრათ, სიკველი შეიძლება დაარქვა, ბალერინა ქვია,
ახალი თავია. მოკლედ, ვისაც კიანუ გიყვარდა, გონიათ რომ კიანუ რივზის და ჯონ უიკის გაგრძელება, მაშინ ძველი ჯონ უიკი არ გინახავთ, ესე იგი ბოლომდე და ლოგიკურად ვერ იქნება გაგრძელება. ეს არის ერთ-ერთ დაქირავებულ მკვლელ გოგოზე, რომელიც არის იქ რაღაცა რომა რო ქვია, რუსკა რომა რო ქვია, საიდანაც ჯონ უიკი არის იმ სექტიდან თუ იმ ბანდიდან. გოგოს ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოა, ясно, ჯონ უიკიც იჩითება რაღაცა პატარა ამბებში. ბიჭო, ჯონ უიკის ლეველი არ არის, მაგრამ აი გაგისწორდებათ რა. საკაიფო ის რაღაცა ლორა დაცული არის, ვისაც ეგ რაღაცა dark სამყარო გევასებათ არის. ძალიან კარგი გადაღებული, კარგი არტისტებით. ეს გოგო მანამდე ყავდა ბევრ ფილმში ნანახი, მაგრამ ეხა ძალიან გამისწორდა. მოკლედ, ჯონ უიკი არ გაგრძელებულა, მაგრამ ნუ აი ვისაც ეგ გენატრებოდათ, მაგრად იკაიფებთ. ასე რომ ჩემი მეორე იყოს ბალერინა, ესე ქვია. დავა, შენი მეორე. ჩემი მეორე იყოს დარკი. იმიტომ ეგ ჟანრი ზოგადად ჩემთვის აი ძალიან ის არის რა. ვერაფერს ვერ დავამატე ხე. აი პოპკორნის რო არ მჭირდა უბრალოდ აი ესე რო უყურე. დარკი, დედა, ეს რა გითხრათ ხალხო, ისაც არ გინახავთ ჯერ, ნუ ძალიან დიდი სიამოვნება გელოდებათ. სიამოვნება და ტვინის როგორი ჭყლეტვა გელოდებათ, იცი რომ ცალკე საიტი არსებობს. სადაც არის ლაინები გაკეთებული, რო არ დაიკარგო. აღადო. ანუ ვინ-ვინა რომელ დროში, ანუ პროსტა პირველ სეზონს რო უყურე, ანუ ისე ავიჭერი, მე სადღაც ვნახე ქუჯი პოდკასტი, ერთი გენიალური პოდკასტი, იქ იყო ეგ რჩევა და მოუძებნე. და უფრო გავერკვი, ანუ ტიპებთან აქვს გაკეთებული ლაინი, რომ არ დაიკარგო რა ეს არ მინდა სიუჟეტი დავწვა. ეგ ცოდნოდა და ხო, მაგრამ გიმარტივდება. გადახვეული და ის რომ სვეჩი მაგრად გიმარტივდება. ასე რომ ის გიჟია და რაც ხდება სიგიჟია. ანუ გენიალურია. და გერმანელებისაა, ხო მე მგონი გერმანულია. ხო, გერმანული და ეგეთ რაღაცაზე მიფიქრია ძალიან ბევრჯერ მიხვდი, რომ აი როგორი იქნება, ხო გითხარი ძალიან ბევრს ვფიქრობ, ანუ აი მეთქი ეს რო ის ანუ კარგი ძალიან მაგარია რა. უდერსკეს. ანუ ერთ-ერთი ტოპ სერიალია მართლა, ანუ რა გითხრათ? ოკეი, იყოს დარკი. მესამე, ბიჭო, ისეთი არის, რომ ეს არ მინდა, ეს მინდა შემდეგი პოდკასტისთვის შემოვინახო, იმიტომ რომ იმ სამეულში ჯდება, რაც იქით მინდა გავაჟღე რა, მე დამოუკიდებელი მინდა ვთქვა. სერიალი? აი, ეხლა ხანს მე მაქვს ხოლმე თან რა, იცი, დღის მანძილზე რო არ მოვიხმარო რაღაცა რაოდენობა მინიმალური კონტენტის მართლა გავურეკავ. ეს არის მინიმუმ 1-2 ფილმი 24 საათში. მინიმუმ ეს არის. აი, ვერ აგიხწე როგორი ის მაქვს რა, ნიხვატკა მაქვს ხოლმე, დოზა რო უნდა, ხო, იცი, ვიღაც მარფინს ეგრე მაქვს. რამდენიმე სერია ანიმე, თუ ახალია, რასაც უყურება არის, თუ არა და ძველები რა. ეგრე მაქვს ფილმებზე, თუ ახალი გამოვიდა, ჩაუჯექ, თუ არა და ძველები. ეხლა დავიწყე პარალელურ რეჟიმში, იმიტომ რომ rilsები ხო თავის საშვებაში ჩათლახი რაღაცას მოგანატრებს, გაგახსენებს. დღეს ამოვაგდო იმის ვიკინგების რაღაცა rilsები და აუ არა, მე ვთქვი უნდა ჩავრთო რა, უნდა ჩავრთო და ივარის სცენები იყო რაღაც საოცარი. მოკლედ, ვისაც გევასებათ ვიკინგების ეპოქა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დერსკი სერიალი. მართლა, რაგნარ ლოდბრუკის ისტორია, თავისი იქ ბიორნით და ყველათი, რა თქმა უნდა, ცოტა მხატვრულად გაკეთებული, თუმცა რეალური ფაქტები არის ისტორიიდან აღებული. ძველი სერიალია, 7 სეზონია, ვთვლი რომ მაგ ჟანრში ალბათ საუკეთესოა. აი მაგ ჟანრში როა იყო ესეთი რაღაცების ფონდში, გინდა არტისტული ნამუშევარი, საუნდტრეკები ფენომენალური, მხატვრობა, ასე რომ ბევრჯერ თქმულა ამ პოდკასტში, მაგრამ დაე შედევრს სჭირდებოდეს კიდე ჩემი პოპულარიზაციად მაგის დედაცვათი. სერიალი ვიკინგები ჩემი მესამე. და შენი მესამე. ჩემი მესამე იყოს თოვლის გუდა, მულტფილმი ხო ახსოვს? ვაიმე, გუდა. ოღონდ აი მაგას უყურე რამდენიმე დღის წინ, აი უბრალოდ. ოღონდ ტირაოდი ისე. ხო, ყველამ ვიცით რაც ხდება, ეგ მუსიკას ყველაფერი ვიცით, მაგრამ არის უბრალოდ აი პროსტა მოღამქა და ჩავრთე და ვუყურე რა, მიხდე თავიდან ბოლომდე რა, ოღონდ აი თავის იმას ვაკვირდებოდი როგორი გადაღება არის, ანერი კადრები იყო, როგორი იყო თავის და თბილისი ოყარი. ხო ვუყურე რა, აი თავიდან ბოლომდე ვუყურე, ხო არ გინახავ წლებია ხო? 15-20 წელია. აი პროსტა ჩართე და ვუყურე, რა მომენტში ისე რო ეწევიან რაღაცა დიდი დრო არ დაუთმო და აი პროსტა უყურე და უბრალოდ მოусმენე ბოლომდე იმ ხმას, იმ კადრებს როგორი გადაღებული, როგორი შექმნილიც არის და პროსტა ჩართე უყურე და ისეთი ის დამეუფლა, აი სენტიმენტალური და ნოსტალგიური ბავშვობის პარალელები. ძალიან კაი ისენი წამოიღო. გუდა ქვია ესე? თოვლის გუდა ქვია. თოვლის გუდას ვეჭერა და გამოგიგდეს. და ეგ იყოს მესამე პროსტა გენიალური რჩევა. გენიალური რჩევა. თან მით უმეტეს თუ ახალი თაობა გვიყურებთ, ვინც ეხა ხართ თინეიჯერები. ერთი რო ნახავთ რაზე ვიზრდებოდით, წარმოდგენა არ გაქვთ შეიძლება ეხა რაზეა საუბარი. ეს არის რაღაცა 70 საიუზ მულტფილმი რო იყო იმ დროინდელი ალბათ შედევრი.
ბავშვობაში სუროტირი ხარ, აი ეგეთი საოცარი მუსიკით, რაღაცნაირი მხატვრობით, მართლა ალბათ 15-20 წელია, თუ მეტი არ მინახავს. და აი ხო, ჩავრთავ. თერავდა 15 წუთია, ხო პატარა არის ხო. კი ბატონო, პოსტერი თუ ვიპოვე სადმე. გამონაისტორა და კადრს ვნახავ და გუდა თოვლის გუნდა. ბატონო, მესა. გასწორ, გაირჩევები იყო. მადლობა ერთი სიტყვით, რომ ესტუმრე. რომ მომიწვი გამიხატა. ძალიან ვისიამოვნე, ძალიან პროდუქტიული პოდკასტი იყო, მინიმუმ ჩემთვის. თურმე აღმოჩნდა. მე ვთქვი, უბრალოდ კარგ დროს გავატარებდი, თურმე პახოვდი პროდუქტიულიც აღმოჩნდა. რაღაცეებზე აწი უფრო კარგად დავფიქრდები, რაღაცეების შეცვლაც საჭიროა ხვდები, იმიტომ რომ ჯერ პატარა ვარ, ყველაფერი წინა მაქვს მოსწრებადია, ძალიან ადრე ჩავიქნიე რაღაცეებზე. ხელი არ მოსულა, სვეტში არ მოსულა. ნიჭიერი ბიჭი ვარ, მე რაღაცები შემიძლია ვაკეთო, ამიტომ უნდა ვაკეთო. წარმატებები, მთელი გულით. რავი, ჯანმრთელობა პირველ რიგში, შენს ოჯახსა, ჯანმრთელობა, ბევრი ფული, შემართება, ყველაფერი და ის გეგმები რაც გაქვს, იმ ხარისხში რაც გაქვს, აი გეკეთებინოს ისე რომ აი ესე მოდიოდეს რა. მადლობა ძალიან დიდი ძმაო, შენს წარმატებები და რავი რა. ამინ, მადლობა. აცი უკვე კოლეგები ვართ, ხო? აცი უკვე ეგრე გამოდის. YouTube-ში. ნამდვილად კოლეგები ვართ. Welcome to the Georgian YouTube. მადლობა რომ მოხვედი, მაგრად ასწორებს YouTube-ისათვის და ყველასათვის. თქვენ რა გითხრათ? მადლობა რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს დრო, შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის აღდგენია რაჭარაბეთი. ამ თვეში ცოტა არეულად მოგაყრით რაღაცეებს, იმიტომ რომ მე ცოტა შეიძლება ერთი კვირიანი შუალედი პაუზა მქონდეს, თუ რაღაც სერიის რაღაცა დასიომკები გვაქვს და მე რო არ დავაგვიანო, შეიძლება ეხა ეს თვე გავძეძგო, მაგრამ ნამუშევრობა კონტენტი დაიდება. ტრადიციულად, სულ ყველას გაკოცეთ ისერში. არა, სერიოზული პოდკასტი.